დღეს არის უაღრესად მკიფერები. ეს პრობლემა დგას 1992 წლის 6 იანვრიდან. ესენი ყველანი იყვნენ, რა თქმა უნდა, კგბ-სთან კარგ ურთიერთობაში. გაუცილებლად ჩდება კითხვა გამოსავალთან დაკავშირებით. მე ცოდვილი ადამიანი ვარ. ქრისტიან დემოკრატი ვიყავი ბავშვობაში და პატერნალისტური სახელმწიფო რა არის, რომ რაღაცა ჯგუფი ადამიანს კლანი ითრევს ამ ტორტს. ნაჭამითებშიდან კრემს მოусმევენ ხოლმე. ბიოპოლიტიკურ საზოგადოებაში ცხოვრობ, სადაც ყველა გახდა რაღაც მანქანის მონა, ფულის გამო, ამერიკული ოცნება, შენ უნდა იყოს წარმატებული, ეს ყველაფერი სიაბანკი. ეს წარმატების მითი არის სიაბანკი. პროტესტის მნიშვნელოვანი ღერძი ყოველთვის იყო ხოლმე სტუდენტობა და ახალგაზრდობა და დღეს ეს ღერძი არ ჩანს. იუაისი თუ გეცვა იყავი მეფე. მოგვიტანა ვანო ჩხარტიშვილი ამან. მაგას ბიჭო ბოლეა, კეთუტკო როგორ იქნება ძმაო? ფული რაღაცაში უნდა დაეხარჯათ რა და ვენდუქიძე იდეოლოგიურად ის იყო პირველი, რომელმაც დაამკვიდრა მიმარჯვენე დისკურსი. ფულიანი გოიმი რა, კაროჩე ბიზნესთან განსხვავებული იდეა რა. Просто ბიზნეს მაინდა-მაინც არ უყვარს ქალების გამოჩენება. რა შანსი აქვს დღეს ქართულ საზოგადოებას, რომ ხალხში გაისტუმროს ბიზნა ივანიშვილის სისტემა? მაგ ხრი პატიოსანია უფრო. ასექსუალი. ხო, პლატონი, მერე მოდის პლოტინი, მერე მოდის პროკლე, პოზე იწყება ყველა. მერე მოდის პეტრე იბერი, მერე მოდის პეტრიცი და დღეს ყავს პროჭა. სახელმწიფო უნდა ისწრაფოდეს იმისკენ, რომ მინიმუმ აი ეს ყველა მოქალაქეს კონდეს. არ ვიცი სიტყვა პროჭა მრავლობით როგორ იქნება? აი გრიგოლ ხანძთელის სპონსორი გახსოვს გაბრიელ დაფანჩული რო იყო. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა. მოგესალმებით მისმინეს მაყურებელს, ეთერშია ჩვენი ყოველკვირეული პოდკასტი ცხელის კამი, ტრადიციულად გიორგი ახობაძესთან და თორნიკე რაზმაძესთან ერთად და ჩვენი დღევანდელი ეთერის სტუმარია არც მეტი, არც ნაკლები, ამას იშვიათად ვამბობ, ირაკლი კაკაბაძე. და ბარემ სანამ დავიწყებთ, თორნიკეს მიულოცოთ, მატება აქვს ოჯახში. ბიჭი შეეძინა და არც მომეცმა ბედნიერი და წარმატებული გაგიზარდოს გამარჯვებულ ქვეყანაში და დამოუკიდებლობაში. 3 დღეა უკვე უცვლელი ხუმრობა მაქვს, რომ ეჭვიმე რატომღაც ეჭვი მაქვს, რომ 15-20 წლის მერე ერთად ვიდგებით აქციებზე. აი, იცი როგორ აი ხა თუ ვიყო ჩაღებთ. გილოცავ ჩემო ბატონო და მართლა იცი რა რაღაცა ისეთი აქციებიც არის, რაღაცა თქვა მუსიკალური აქციები, უფრო კაი აქციებზე მგარიყოს მაგაზინი. ფასდაკლების აქცია. ხო, ფასდაკლება და რაღაცა გარემოს დაცვა და რაღაცა ისეთი ამბები მარტო რომ მცირე რაღაცა ისეთი დრო მოვიდეს რაღაცა ისეთებს ვითხოვდეთ რა. სანამ მანამდე მივანებინა თუ ლურჯი. ქუჩის თეატრი ან კიდე წარმოდგენა ესეთ რაღაცაზე კარნავალი. იმედია. სანამ მანამდე მივალთ, სამწუხაროდ გვაქვს გაცილებით მძიმე სიტუაცია და ეხლა გადავიდეთ პირდაპირ საქმეზე. ხშირად მიდის ხოლმე ჩვენ საზოგადოებაში მსჯელობა, ამით მინდა დავიწყო რა ტიპის მმართველობა გვაქვს ჩვენ დღეს საქართველოში. ზოგი ეძახის არალეგიტიმურს, ზოგი ეძახის დიქტატორულს, ზოგი ეძახის ავტორიტარულს და ასე შემდეგ და ხშირად პირობითად მე ხო ზოგი ოლიგარქიულს და ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე არც გამორიცხავს ერთმანეთს, ხო, პრინციპში. ხშირად მე ვამბობ ხოლმე, რომ პირობითად რაღაც დიქტატურაზე ან ავტორიტარიზმზე როცა ვსაუბრობთ, ჩვენ არ უნდა ავიღოთ პირდაპირ ანალოგად მე-20 საუკუნის ისტორია, სადაც ცოტა სხვანაირი ტიპები იყვნენ, იგივე დიქტატორებიც და ავტორიტარებიც და ასე შემდეგ, რაღაც ექსპრესიულების სამხედრო ბექგრაუნდით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? 21 საუკუნეში რაღაცები შეიცვალა ამ კუთხით, ხო? და შეიძლება რაღაც ეხა ბიზნა ივანიშვილი დუჩესავით არ გადმოდგეს და იქიდან ან ჰიტლერივით, თითისკნევით არ დაიწყოს ლაპარაკი, ხო? მაგრამ აი ეს ფორმა თქვენთვის განსაკუთრებით მინდოდა ეს კითხვა დამესვა, იმიტომ რომ მათ შორის რაღაც ფილოსოფიური დონის წიაღსულებსაც აკეთებთ ხოლმე ამ მიმართულებით და საინტერესო იქნება ჩემთვის აი ახლანდელი მმართველობის თქვენეული შეფასება როგორი იქნება. მათ შორის ძალიან კარგი შეკითხვაა, ჩემთვის საერთოდ არავის არ დაგვსვი ეგ შეკითხვა და კარგია რომ აი მიხარია რომ თქვენთან ერთად ვარ რომ აი ეს შეკითხვა დამეშვით, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. და ამაზე ჩვენთან ხშირად არ ლაპარაკობენ, იცი? და ეს პრობლემა დგას 1992 წლის 6 იანვრიდან და უფრო მეტად 1995 წლის აგვისტოს ბოლოდან. რადგან საქართველოს ჰქონდა რესპუბლიკა. ჩვენ ვიცით რომ საქართველოს ჰქონდა რესპუბლიკა, პირველი რესპუბლიკა და მერე იყო მეორე რესპუბლიკა, რომელიც აღადგინა ზუსტად გამსახურდია პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციით და ამატა იქ რაღაცეები, მაგრამ ჩვენ ჰქონდა რესპუბლიკური კონსტიტუცია 1995 წლამდე.
თუმცა 1992 წელს საქართველოს მეორე რესპუბლიკის დამფუძნებელი მამა ძალადობრივად ჩამოაგდეს, მე მოკლეს კიდევაც და 1995 წელში მიიღეს ახალი კონსტიტუცია, რომელიც გააუქმა რესპუბლიკა. და ჩვენ ახლა გვაქვს პატერნალისტური სახელმწიფო, რომელშიც ოლიგარქიას, დიქტატურას, ავტორიტარიზმის ყველაფერი მოსულა. როდესაც გაქვს სახელმწიფო, რომელიც არ არის რესპუბლიკა, ან მაშინ უნდა გააფორმა როგორც თქვა დიდ ბრიტანეთს აქ არა, რომ კონსტიტუციური მონარქია, სადაც კონსტიტუციაც არის და არის მონარქიც არა, როგორც არის თქვა ევროპულ სახელმწიფოებში, ბევრში, ჩრდილოეთ ევროპაში, იგივე ესპანეთში და ასე შემდეგ. მაგრამ ესეც მიღებული ფორმა არის, არა? კონსტიტუციური მონარქიაც არის მიღებული ფორმა და აგრესიული ძალაუფლება არც აქვს. პრაქტიკულად ორივე რესპუბლიკა. ინგლისი კრომველის მერე უბრალოდ მოხდა ჩარლზ მეორის აღდგენა და რაღაც პატარა კოსმეტიკური ცვლილებები. თორე მე-17 საუკუნიდან ინგლისის რესპუბლიკა ოღონდ კონსტიტუციური მონარქია ქვია ამ რესპუბლიკას. ისევე როგორც თქვა ნორვეგია, დანია და ესპანეთი. ესენი ყველაფერი არის რესპუბლიკები. ჩვენ რესპუბლიკა გქონდა და დანაშაული უდიდესი საქართველოს ისტორიაში მოხდა 1992 წლის 6 იანვარს, როდესაც ხალხის მიერ არჩეული საქართველოს რესპუბლიკის ლეგიტიმური ხელისუფალი მართველი და მართლა რო ვთქვა, ნამდვილი ჭეშმარიტი პრეზიდენტი ერთი ყავდა, რომელიც ავირჩიეთ და მე ამ დროს მოვესწარი და ეს ბევრს ახსოვს ახლა ეს პერიოდი გააგდეს ძალადობრივად, დაამხეს რესპუბლიკა ძალადობრივად და მოკლეს ამ რესპუბლიკის სახელმწიფოს მეთაური. და შემდგომში უკვე კონსტიტუცია შეცვალეს, აგრეთვე არალეგიტიმურად, ეს ყველაფერი შევარდნაძის ხელისუფლების დროს მოხდა და მიიღეს არალეგიტიმური პატერნალისტური კონსტიტუცია. ამაზე ძალიან კარგი წიგნი აქვს, სხვა შორის იურისპრუდენციულად ყველაფერი ეს ახსნილი აქვს ბატონ ნოდარ თოფურიძეს, რომელმაც თავის დისერტაცია ამ თემაზე დაიცვა და აგრეთვე არსებობენ ბევრი კონსტიტუციონალისტი დღეს რო ელაპარაკოთ, იგივე ახუშტი მენაბდე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ყველა კონსტიტუციურად აღიარებს იმას, რომ ეს ძალიან არალეგიტიმური აქტი იყო და მიღებულია ჩვენ რესპუბლიკა არა გვაქვს დღეს. უკვე 1992 და მე 95 წლიდან ჩვენ ვართ პატერნალისტური საზოგადოება რესპუბლიკა არ არის. ერთ ჩაგეკითხებთ, ხა თქვენ ამჯერადობას წავითარებთ, ბევრ მაყურებელს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა, კონსტიტუციის ნაირსახეობა ან სხვაგვარობა შეუშლიდა კი ხელს მაგალითად ივანიშვილის გუნდს, რომ ისე ემართა ქვეყანა, როგორც დღეს მართავს? კონსტიტუცია თუნდაც ახლა რა გვიწერია კონსტიტუციაში, ეს აქციები ხო იმას მოყვა, რომ ეს კონსტიტუცია გადახიეს. ხო და პრინციპში ხა კონსტიტუციის ცალკეული მუხლი თუ სახელმწიფოს მოწყობა ფორმალური შეუშლიდა კი რამეს ხელს და სხვანაირად იქნებოდა კი? ჩვენთან რესპუბლიკური წყობა ყოფილიყო. მე ამაში დარწმუნებული ვარ, ეს არის ჩემი აზრი. ათ შევარდნაძე არც სააკაშვილი არც ივანიშვილი არის არსებები. და აი მაშინ დაცვლილებები მოხდა 92-დან 95-ში და მე რეალურად 92-ში ძალაუფლების დანაწილებაში რა დაცვლილებები იყო, ისეთი რამაც ეგ გამოიწვია, ხო? არა. მართალი ხარ, რასწორები მოხდა. რეალურად 92 წელს დამყარდა სამხედრო ხუნტის მმართველობა. დახოცეს მე მოწინააღმდეგეები, პრეზიდენტი გამსახურდია. რიგითი მოქალაქეები, რა თქმა უნდა, მიტინგზე გამოსული ხალხი. დახოცეს პირდაპირ ნიშნობით, იტაცებდნენ. მაგ დროს ყველაზე დიდი უბედურება მაგ დღეებში დაგვატყდა თავზე. მოვიდა არალეგიტიმური სამხედრო ხუნტა, რომელმაც მე რაღაცა ფარსი არჩევნების მაგვარი გამოაცხადა, მე შევარდნაძე ჩამოიყვანეს, ჩეკას დივანი დაგვასვეს თავზე, მოსკოვის პირდაპირ რეზიდენტი, პირდაპირ გენერალი დაგვასვეს თავზე, ამ გენერალმა მე დანიშნა პარლამენტი საკომპენსაციო სიებით დაურიგეს ადგილები, ყველას მიცეს ადგილები საყიდლად უბრალოდ ჩაჩარეს პირში ბურთულებით, ახლა ირინეს არიშვილი და ვიღაცები დააკმაყოფილეს მათი ამბიციები, ასე ვთქვათ. მე ესენი ყველანი იყვნენ, რა თქმა უნდა, კგბ-სთან კარგ ურთიერთობაში. ახლა გამონაკლისებზე არა მაქვს ლაპარაკი, კაი ყოველთვის გამოერება ყველანაირ ცუდ საზოგადოებაში და ასევე ცუდი გამოერება კარგ საზოგადოებაში. და მე უკვე 92-დან 95-მდე ჩაერა დიდმა ტერორმა, რომელიც იყო ცეკას ნომენკლატურის და კრემლის ტერორი, პირდაპირ ვთქვათ. ეს არ იყო რაღაცა ის მარტო კრიმინალური ელემენტები რაღაცა, ისინიც გამოიყენეს და მე დაიჭირეს ყველანი და დროგი დახვრიტეს კიდევაც თვითონ ეს კრიმინალებიც. არა? და მე 95 წელში უკვე თითქოს დააწყნა სტაბილიზაცია მოვიდა რაღაც გარკვეული
მე აი სტაბილურობა ეხა ეს თემა რო ცლად მოყვე ძალიან საინტერესოა ხოლმე ყოველთვის რა, მაგრამ არ იყოფა რამდენიმე გადაცემა რეიბი ხდებოდა, მაგრამ აი ეს ამ ბოლო დროს განსაკუთრებით ისმის ხოლმე კითხვა, ეხა თქვენ ახან ეს ექსკურსი გააკეთეთ, უნდა გითხრათ რომ იქნებ ზუსტად აი ესეთი დანაშაულებების გამო მაშინ რომ არათუ პასუხი აგეს ადამიანებმა ზოგი რო დღემდე ტელევიზიების ხედან ზოგი რო პანთეონშია დაკრძალული და ასე შემდეგ აი ეს შეფასება სამართლებრივი შეფასება კი არა ზოგ შემთხვევაში მორალური შეფასებები ალბათ მაინც მისცა საზოგადოებამ მაგრამ აი სამართლებრივი შედეგები რო ვერ დადგა ამ დამნაშავეებისთვის იქნება იმიტომაც ვიმკით დღეს ამასო და დღესაც ბევრს აქვს განცდა რომ მისთვისაც არ დადგება მომავალში სამართლებრივი შედეგი ეგ არის ზუსტად ნამდვილად ეგ არის იმიტომ რომ დღემდე არ შეფასებულა ეს სახელმწიფო გადატრიალებას ძალადობა და არ შეფასებულა აქტი, რაც თავარია რა არის, იცით, თავარი. აქ მე ხა პიროვნებებზე არ მინდა საუბარი, იმიტომ რომ ყველა ადამიანი, რა თქმა უნდა, პიროვნება როგორც ცალკეული პიროვნება აღებული, ეხა ვინც ყველა პატიმარი ვინც არის, ყველას გამოშვება გვინდა და მაშინაც შეიძლება არ მოგდომებოდა, შეიძლება გვეთქვა რომ ამნისტია, მაგრამ ფაქტი არ შეფასებულა. ხომ ხალხს რო აუთხოვებდნენ. ხო, რა თქმა უნდა, მაგაზე ლაპარაკი. აი ზუსტად ეს არის ფაქტი, ეს მოხდა უდიდესი დანაშაული საქართველოს ისტორიაში 1921 წლის მერე. ანუ 21 წელს რაც მოხდა, ესეც ვიცით, არა? მას მერე რაც ხდებოდა, მაგრამ აი ყველაზე დიდი დანაშაული დამოუკიდებლობის აღდგენის მერე იყო 1992 წლის 6 იანვარი და მერე უკვე აი ეს განსაკუთრებით ის 3 წელიწადი სანამ კონსტიტუციას დაჩეხავდნენ, ასე ვთქვათ, და არალეგიტიმურ კონსტიტუციას მიიღებდნენ, რომელიც დღეს გვაქვს. არა? პატერნალისტურ სანამ არ გაგვაფორმებდნენ ხუნტის პატერნალისტურ სახელმწიფო და სახელმწიფოც არ არის, რაღაც საზოგადოების მაგვარია და სახელმწიფო სიტყვა შეიძლება უფრო ესადაგება, იმიტომ რომ ხელმწიფიდან მოდის და რესპუბლიკა არა გვაქვს. ხელმწიფეები ყავს, იმის მერე ყავდა ბევრი ხელმწიფე, მაგრამ ჩვენ რესპუბლიკა აღარ გქონია 1995 წელს მე. ამ ფაქტს თავის სახელით დარქმევა არ უნდათ, იმიტომ რომ ამაში არის ჩადებული. ახლა ჩვენ ლაპარაკობდით, აი ამაზე რო ვიყავით, ვეწეოდით, ლაპარაკობდით ჩვენ იმაზე, რომ აი ეს პატერნალისტური სახელმწიფო დღეს რეალობაში მოქმედებს. ანუ ეს ხალხი ზოგი ჭრილში დგას და არ ჩანს. ჩვენ მგონია რომ მარტო ერთი ოლიგარქია, მაგრამ ხო არ არის ეგრე. არის რაღაცა წრე 500-დან 1000 ადამიანამდე. ქართული deep state-ი? ხო, რაც კიდე ესე დავარქვათ, არა? ხო, არა, რეალურად არსებობს ეს რაღაცა სტრუქტურა, დიდი გავლენიანი. აი ხუხაშვილი რო იძახდა, ხო იცი ვიღაც ტიპები არიანო ზუგს უკან კი არა რაღაცა. ხო, აი სისტემა, mesela 6 თვეშიო თუ არ შეცვალეო რაღაცები მე სისტემის ნაწილი ხდებიო. აი ეგ სისტემა. ეგ არის ზუსტად. იმიტომ რომ ამათ აქვს იმხელა ძალაუფლება და იმხელა კაპიტალი, ნუ მაქსიმუმ 1000 ოჯახია, ვთქვათ, არა? თავარი თავები, ასე ვთქვათ. ეგეც ბევრია. ოლიგარქია, ეგეც ბევრია, კი ბატონო. და ეს ხალხი პრაქტიკულად თავის პირობებს ყველა, ასე ვთქვათ, თანამდებობაზე მოსულ პირს აი ბოდიში და შეჩემობით ეუბნება. პირველივე შეხვედრაზე ეუბნება, რომ შენ არ შეგეშალოს რამე, თორე გაგაგვაყებთ. და ამათი უმრავლესობა, აი ვინც იყო 92 წლის მერე, ამათ პრაქტიკულად უსიტყვოდ ემორჩილება. ვიღაცა რაღაცას გაბედავს, ან მოიშორებენ, ან ციხეს ჩასვენ და ასე შემდეგ. ანუ რეალურად ეს ხალხი 92 წლის გადატრიალებით რაც მოხდა, გაფორმდა აი ამ შედო, ასე ვთქვათ, ჭრდილოვანი ხალხის ბატონობა. ზოგიერთი მათგანი ყოფილი ცეკას მდივანია, ზოგი კავშირი, მაგრამ ახალი ბურჟუაზია, ასე ვთქვათ, არა? მარტო ესენი არა. აი ზუსტად იქ შედიან კრიმინალებიც, პოლიციელებიც და ასე და მათ უჭირავთ ეს სისტემა. კი ბატონო. ერთი ეს ამ კითხვასაც კი დავსვავდა მე შენ გააგრძელე გიო. აქ მოვდივართ ხოლმე ხა როცა ამ თემებზე ვსაუბრობთ, აუცილებლად ჩდება კითხვა გამოსავალთან დაკავშირებით და მე ზოგადად საზოგადოებას რა შეუძლია? საზოგადოებას აქვს ორი ძირითადი ინსტრუმენტი, ასე დავარქმევდი რა. არჩევნები და პროტესტი. ნუ ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაში შეიძლება იყოს პროფკავშირების საკითხი, რაც ჩვენთან არც არასდროს უმუშავია სამწუხაროდ მაგაზიც გექნება თქვენ მოსაზრებები ალბათ თქვენ უფრო მემარცხენე ბრძანდებით ვიდრე ჩვენ, მაგრამ ხო, მოკლედ გააჩნია რაში. ხო. მე სოციალური ადამიანი ქრისტიან დემოკრატი ვიყავი ბავშვობაში და ახლა ლიდერის ვიყავ ერთი პერიოდი მაგ პარტიის. ხო და მოკლედ მე საზოგადოების პროტესტის უნარს ვეძახი ხოლმე ერთგვარ საზოგადოებრივ იმუნიტეტს.
აი გიორგი დამეთანხმება ალბათ როგორც ცოცხალ ორგანიზმს აქვს იმუნიტეტი და რაღაც უბედურება რო ხდება მის ორგანიზმში ეს იმუნიტეტი აქტიურდება და იმას ებრძვის საზოგადოებაში მე ასე ვუწოდებ რომ საზოგადოების იმუნიტეტი არის ზუსტად ეს პროტესტი რა შეუძლია რამდენი შეუძლია გაუბედონ საზოგადოებას დამოკიდებულება იმაზე როგორ ბექს იმას რა უგებას ეროვდებიან საზოგადოებისგან, ხო? თქვენ წლების განმავლობაში რა პატარა ასაკიდან მოკლედ იყავით ყველა პროტესტი იქნებოდა ეს თუ სახალხო განხილვები თუ რაღაცა მღელვარება თუ რაც გინდა დავარქოთ ამის აქტიური მონაწილე. და მე მინდა რომ ეს შეაფასოთ წლების განმავლობაში იგივე 80-იანები და 90-იანები ვახსენეთ ეს საზოგადოებრივი იმუნიტეტი როგორ განვითარდა და სად ვართ დღეს ხო არ მოგვიჩლუნგდა ცოტა ეს იმუნიტეტი იმიტომ რომ პროტესტის მნიშვნელოვანი ღერძი ყოველთვის იყო ხოლმე სტუდენტობა და ახალგაზრდობა და დღეს ეს ღერძი არ ჩანს. ხო, რა ევოლუციაც აღარ ქვია ალბათ, მაგრამ განვითარების გზა გაიარა პროტესტმა. მაგ კითხვის დასმა მინდოდა ეხლა თორნიკეს მერე და ხო ფაქტობრივად მანდ მივედით რა გვჭირს რა საერთოდ რაღაც ეხლა ბავშვობაში რომ მახსოვს და თინეიჯერობაში აი ეგ პერიოდი ზუსტად ავტომატიანი ხალხი რო ქუჩებში დარბოდა და რაღაც იმაზე რა ქვია ცეცხლზე რო საჭმელს ვაკეთებდით და ხანდახან ვერც ვაკეთებდით იმიტომ რომ ფიზიკურად არაფერი არ იყო მაშინ მეტი სოლიდარობა მე აი რაღაცა რომ მახსენდება ემოციის დონეზე ან ემოციურ მეხსიერებაში რაც არის რომ მეტი სოლიდარობა იყო მეტი რაღაცა უფრო ერთად ვიყავით თითქოს რა ერთ მუშტად შეკრული ეხლა რაღაც ყველა თავის ოთახში შეკეტილია და ოღონდ მე ვიყო მაზღარი და რავი გარეთ აქცეულა ქვეყანა რაღაც ეგეთი ეხლა ეგეთი ემოცია მაქვს რა თითქოს და კი ბატონო აი რა გვჭირს რაღაც დიაგნოზი ვითომ ეს ძალიან დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის რაღაცა აზრიან შეკითხვებს ცოტა მიკვირს ესე იგი ძალიან მაგრები ხართ მადლობელი ვარ რომ ესეთ შეკითხვებს ბაზლებთ ეს მართლა სიღრმისეული საკითხია ხა მართლა ზედაპირულად ამ საკითხის ესე ორწოდში გაწყდა შეიძლება ორი მომენტია ერთი რაზეც ვილაპარაკეთ უკვე რომ ჩვენ გქონდა რესპუბლიკური წყობა არის დემოკრატიული წყობა, თუნდაც კონსტიტუციური მონარქიაც კი, რომელიც ბრიტანეთშია და ესპანეთშია, ის დემოკრატიული წყობაა, ეს არის უბრალოდ რაღაც ტექნიკური განსხვავებები. დღეს გვაქვს პატერნალისტური სახელმწიფო, კონსტიტუციის დონეზე გვაქვს ეს და ამან თავის შედეგი ეხლა გამოიღო. აი 95-ში ხო ჩაყარეს ეს თესლი. ეხლა ამოვიდა ეს. შეიძლება მაშინ არ იყო იმდენი ფული დასატაცებელი ტორტი რაც იდო ესე რომ დავარქვათ. ისეთი პატარა იყო რომ ნუ აი რაღაცა აი ისეთი გაცხოველება და ადამიანობის დაკარგვა ამ ხელა ფულის გამო ვერ ხდებოდა და მე დიდი ტორტი რო გახდა უფრო მეტი ხალხი შემოუშდა ამ ტორტს ირგვლივ და დიდი ნაჭრებიც გადაიღეს და უკვე ამ ნაჭრის დათმობაზე და რაღაც აი ანუ ფული გამოჩნდა და ამ ფულმა გარყნა შეიძლება რაღაც იმ ხელა მასა რომ იმათ მე გავლენა აქვს ზუსტად თქვი ახლა პრინციპში ეგ არის რომ მან გათვლაც მაგაზე იყო პატერნალისტური სახელმწიფო რა არის რომ რაღაცა ჯგუფი ადამიანებისა კლანი ითრევს ამ ტორტს შეიძლება პატარა იყოს აბსოლუტურად მართალი ხარ მაგრამ იციან რომ იქ ღუმელი დიდია და როცა ფქვილი იქნება მეტი და კრემი მეც გააკეთებენ და აი ამას მონოპოლიზებას უკეთებენ იქ შესვლა არის ექსკლუზიური ვიღაცებს ეკუთვნით მარტო კი ვიღაც კარიერისტები ახერხებენ იქ შეძრომას მაგის მთელი კარიერისტის ცხოვრება ეგ არის რომ იქ შეძრეს არა იმ ღუმელში მაგრამ ნაჭრებიდან კრემს მოусმენ რა თქმა უნდა ხო და იქ კრემი რაღაც cream of crops რაღაცას იშოვის რა მაგრამ რეალურად ეს პურის სახლის ხალხია რა პურის სახში რო დადიან უკანა ოთახებში რო იკრიბებიან ეს ცეკარდივნები და კგბ-შნიკები და ერთმანეთში არჩევენ ვის რამდენი წილი დარჩება საქართველოსი ეგ იგივე ხალხი დარჩა ეს არის აი ერთმანეთშიც იბრძვიან ხანდახან კლანებს შორის ხდება დაპირისპირებები მაგრამ აი ეს 500-დან 1000 კაცამდე რაც არის აი იგივე რაოდენობა დარჩა დაახლოებით დღეს მეტი ფული აქვს რა თქმა უნდა იმიტომ რომ ბევრად მეტი მიიტაცეს თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლის მერეც ბევრი მიიტაცეს, იმიტომ რომ ის ჯერ კიდევ საბჭოთა რესურსია. მაგრამ მე მინდა უფრო ფოკუსი გაგიმახვილოთ აქეთ ამ მხარეზე, საზოგადოებრივ მხარეზე. ეს გაფუჭებული, ასე ვთქვათ, ხელმძღვანელობა, ლიდერშიპი და ავარქვა თუ ხელისუფლება იყო ასე თუ ისე 90-იანებში და მერეც, მაგრამ ჩვენად აგვემართა. სტუდენტებს აი სტუდენტებიც, ახალგაზრდობაც ხშირად უთქვათ რომ აი კოლ ცენტრებში შერეკეს, მაგრამ რამდენი არიან, ამაზეც მე არ მაქვს არანაირი რიცხვი, ხო, განა რამდენი ადამიანი. მე თქვენი ერთ-ერთი ინტერვიუ წავიკითხე, სადაც საუბრობთ იმაზე, რომ დღეს ახალგაზრდებისთვის მორალური ავტორიტეტი და მისაბაძი ფიგურა აღარ არის პირობითად ვეფხისტყაოსნის პერსონაჟი, აღარ არის ანტიგონე, რომელიც სისტემას უპირისპირდება და არათუ ცდილობს ამ სისტემისგან ბენეფიტების მიღებას და არიან
რა ტერმინი გამოიყენეთ, აღარ მახსოვს. ხო, აი ეს მოკრიმინალო ელემენტი, ბარიგები რა. ბარიგები, მოკრიმინალო ელემენტები, ეს ეგრეთ წოდებული პროჭა, რომელიც პროჭა არის 77%-იანი რეიტინგია გაიამბი და მილიონობით ბავშვი. და აი რუსული ნელი რეპი რო ადევთ ხოლმე TikTok-ზე სიმღერებად ეს ბლატონის სიმღერები, აი აქამდე როგორ აქაც ვიღაც სპეცსამსახურების ხელი ურევია თუ ეს ბუნებრივად მოხდა, რანაირად მოხდა ბუნებრივად. აი ანტიგონეს მაგალითად ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო, იმიტომ რომ მე მგონია რომ ჩვენთან უფრო რთულია ამ კუთხით ვითარება, იმიტომ რომ პრინციპში კრეონს უყვარს ხო ანტიგონე, მისი ოჯახის წევრია და მის შეხედულების გამო სჯის მას რომ შენ თუ არ დაგსაძე, როგორც ჩემი ოჯახის წევრი, მაშინ ქვეყანას ვეღარ ვმართავ, იმიტომ რომ მე ხალხი ამიჯანყდება. არა და უყვარს, უბრალოდ სხვა გზა არ აქვს და უნდა რომ გადაარჩინოს, მაგრამ ანტიგონე აირჩევს. ხო, ანტიგონე ირჩევს უკომპრომისობას, მაგრამ ივანიშვილის გამოსახედიდან რომ შევხედოთ, მე ვერ ვიტყვი რომ ივანიშვილს ახლა ჩვენ უყვარვართ, უბრალოდ სხვა გზა არ აქვს. კობახიძემ პირდაპირ გამოგვიცხადა ივანიშვილის პირით, პროსტად ივანიშვილმა კობახიძის პირით, რომ ნულოვანი თანაგზნობა უნდა იყოსო, ხო? ამ შემთხვევაში ცოტა უფრო მძიმე მორალური დილემა გვაქვს ალბათ. არა, ეგ ძალიან სერიოზული საკითხია და აი ეგ უკვე მეორე პლატში გადავდივართ, იმიტომ რომ ეს არის ზოგადად ეთიკური საკითხიც არის. და ბოლო 40 წელია მსოფლიოში ესეც ვთქვათ რა, პირდაპირ მარტო ჩვენთან არა, მატერიალიზმი გაძლიერდა ძალიან ბიოპოლიტიკა, რასაც ქვია. ბიოპოლიტიკა ბიზინა ამისი ერთ-ერთი ოსტატია პირდაპირ ვთქვათ. არა მარტო ბიზინა არის. ანუ ბიოპოლიტიკა არის ბიოლოგიურ მონობაში ადამიანების ყოფნა. ანუ ეს არის სისტემა, რომელიც ჯერ კიდე კარდინალი რიშელიეს დროს საფრანგეთის ფიზიოკრატებმა შემოიღეს. ამაზე არჩეული შრომა აქვს მიშელ ფუკოს, მაგისტრის ლექციების კურსი 78-79 წლებში კოლეჟ დე ფრანსში, რომელსაც ქვია ბიოპოლიტიკის დაბადება. და ლაპარაკობს აი სისტემის დაბადებაზე, რომ ეს არის მონობის სხვანაირი ტიპი. თუ ადრე ვთქვათ რომის რესპუბლიკაში, მე როგორ ფეოდალიზმის დროს იყო ძალდატანებითი მონობა, ასე ვთქვათ, და იყო ხალხი, რომელიც ჰომოსაკერები იყვნენ, რომელიც მონაც არ იყო თავისუფალი, უბრალოდ თავისთვის იყო იქ. მე-17 საუკუნის მერე ილუმინატების ხანაში შემოღებული იქნა ეს ბიოპოლიტიკა, ფიზიოკრატიული სისტემა, როდესაც სისტემა არის ესეთი, რომ მე ვფლობს ხორბალზე ვთქვათ, ან გარკვეულ საკვებზე, რესურსებზე მონოპოლიას, რაც ჩვენ ვილაპარაკეთ საქართველოში როგორ მოხდა პატერნალისტური შტატი რო გააფორმეს, ну სხვა ქვეყნებში სხვანაირად ხდება ეს. მე ვფლობ საჭმელს მთლიანად და ვამშევ ყველას და მე ფეხს გაიშვეს ეს ბატონი და აბა ფეხს ვინც კარგად გამიწმინდავს იმას ვაჭმევ ცოტას და უკვე ადამიანი უმუშევრობისგან, ну რაც დღეს გავრცელებული მონობის ფორმაა რა, ესე იგი ხელფასის მონობა, ასე ვთქვათ, ბიოპოლიტიკა. აი ამ ბიოპოლიტიკური სისტემას ახასიათებს რა, რომ ადამიანებს ყოფს ზუსტად აი რაზეც ჩვენ კარგად თქვი, რასაც ახლა ნერგავენ ახალგაზრდობაში, არა, ამცირებენ სამუშაო ადგილს, ჩვენ მოსამსახურეები არ გვინდა განათლებული ხალხი, რატო უნდა მიიღოს განათლება? ბოთლის ბერავის ვაკანსიები არის. მე მანდაც ხო არის პრობლემა. თორნიკე რასაც იძახდა, რომ ზუსტად ეგ არის. ვეფხისტყაოსნის გმირები აღარ არიან რაღაცა მორალური ისინი ხო? ამ დროს ეს სამიზნეები, იმიტომ რომ შეიძლება საერთოდ ინფორმაციაც კი არ მიდის, ეხა იმას კი არ ვიძახე, რომ ვეფხისტყაოსანი რა არის და ვინ არის შოთა რუსთაველი ეგ არიციან თქო. აი ეს წიგნი არ აქვს დადებული და გარჩეული შიგნით რა წერია, ანუ უბრალოდ რაღაც ვეფხისტყაოსანია და რაღაცა ძველ ქართული სიტყვების რახარუხი ლამაზი ლექსი და აი ვეფხისტყაოსანი ყველა ჯიბეში გვეტოს, მაგრამ შიგნით რა ფილოსოფია და რა აზრი უნდა წამოიღო იქიდან, მაგამდე წვდომაც არა აქვს. ჩემ ახლა სკოლის მასალასაც რო უყურებ, ხასა ჩვენ რო ვეფხისტყაოსას გვასწავლი და ჩემ ქართულის მასწავლებელი, აი ვიცი, ერთი პარკი წიგნებით მოდიოდა ვეფხისტყაოსნის მიღმა, რომ იმ შინაარსი გაეშალა და რაღაცა ისეთი გაკვეთილები იყო, ეხლა დიდი სიამოვნებით მოვისმენდი, მაგრამ არ მგონია რომ ეხლა წიგნიც კი არ არის სკოლის ისე, არც თხოვს სკოლა მაგდონეზე ჩასვლას. ეგ არის რომ ეთიკური პრინციპები დაიკარგა. ეგ სხვათა შორის, აი ვეფხისტყაოსანი არის დიდი ნეოპლატონისტური ნაწარმოები, სადაც ეთიკური პრინციპებია მამოძრავებელი ავთანდილის, ტარიელის, ფრიდონის და ასე შემდეგ, რა, ერნესტო დარიჯანის და ეს არის მთავარი პრინციპი, რა, ჯერ კიდე აი სოკრატე რო ეუნება იმას, რა ქვია, ეს ხდება ქრისტეს დაბადებამდე 5 საუკუნით ადრე, რა. სოკრატე ეუნება იმას, რა ქვია, კრიტონს, რომ მე რომ მოკვდებიო, ასკლეპიოს მამალი დაუკალიო, იმიტომ რომ მეო ჩემი სული ვიპოვეო. ანუ
სოკრატე აპოლოგიაში ამბობს, თავის აპოლოგიაში ამბობს, რომ თავარი რისიც უნდა გეშინოთ, ეს არის სულიერი სიკვდილიო. ფიზიკური სიკვდილი ყველას მოსდისო და არაფერი არ არის მასშტაბში, მაგრამ სულიერი სიკვდილი, რომელიც სიცოცხლეში ემუქრება ადამიანს. და აქედან მოდის მთელი დასავლური ცივილიზაცია, არის ეთიკური პრინციპების, ეს არის პლატონის ფილოსოფიაზე დაყრდნობილი. ყველა ამას ამბობს პლატონის მერე, ყველა ფილოსოფოსი არის პლატონის კომენტატორი რეალურად, არა? აი იქიდან მოდის ეს პრინციპები, მთელი ეს დასავლური ფუნდამენტი, რატო არის დასავლური ცივილიზაცია ყველაზე ძლიერი? იმიტომ რომ ის აღმოცენდა ამ ფილოსოფიას და ქრისტიანობას ეს ნეოპლატონიზმია პრაქტიკულად, არა? ქრისტემ განახორციელა პრაქტიკაში ის, რაც პლატონმა დაწერა. აი, ქრისტიანობა და ეკლესია არის ძალიან მნიშვნელოვანი რა სიტყვა გამოვიყენოთ, აქტორი ამ პროცესში, როგორც მთავარი მორალური ღერძი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იყო ქართული მართლმადიდებლური ეკლესია და ახალაც უნდა იყოს. მე რბილად ვიტყვი, მოდი, რომ მე ვისურვებდი უფრო მეტს, მაგრამ პირობითად დღეს იყო შემთხვევა, ეხლა წეგან ვსაუბრობდით, რომ აი ეს ბავშვი რო წაიქცა სიმღერის დროს პირდაპირ ეთერში და არ გააჩერეს რუსული კარწინკა არ გააფუჭეს და ანუ აი ესეთ რაღაცეებზე ეს ეხა იურიდიული შეფასება როცა გადავდოთ რაც ასევე იურისტებმაც გააკეთეს ამაზე კომენტარი ეს ხო პირველ რიგში მორალურ ეთიკური საკითხია აი ეს თუნდაც ხო სულიერი სიკვილის მე ვისურვებდი თან უკვე ხوار დავდექით ხო აი მე მაგალითად ვისურვებდი რომ ამაზე პროექტში შიმაქ ხოლმე რომ აი რაღაცა ისეთი მეებად ხوار ვიქეცით ბიოლოგიურ რაღაცა ორგანიზმებად რომლებსაც ბიოპოლიტიკურ საზოგადოებაში ვცხოვრობ სადაც ყველა გახდა რაღაც მანქანის მონა ფულის გამო ელემენტარულად ეს ხდება რა რომ მატერიალისტური საზოგადოება გაიჩიტა არის მთლიანად იმართება მატერიალისტური ასე ვთქვათ იმპულსებით ინსტინქტებზე ხდება ადამიანების დამშევა დამონება უფრო მეტი ადამიანები დამშევა ან ძალიან გაწყობა რომ აჰო ის და დამშევას რომ თავი დავანებოთ რა ითვლება ჩვენ ქვეყანაში წარმატებად ადამიანის წარმატებად რაც რაღაც კუთხით ბუნებრივია ეხლა და ხელი არ უნდა უკრათ რომ რაღაცაში არის წარმატებული ხო ამ წარმატების საზომი რა არის რომ აი უმრავლეს შემთხვევაში ვამბობ რომ აქვს მაღალი ხელფასი ხო აყავს მაგარი მანქანა ანუ მაგაში გეთანხმებით მე რომ ეს გარკვეულწილად ეხლა ბუნებრივია ყველას უნდა კარგად ცხოვრება და მაგაში ეხლა არაფერი დასაძრახი არ არის მაგრამ ეს მორალს არ უნდა აჯობოს ხო ამან აი მაგაშია საქმე ჩვენ მე მახსოვს პერიოდი რომ ვიზრდებოდი 70-იან წლებში საბჭოთა კავშირი ოფიციალურად იყო მატერიალიზმი იმაში რა იდეოლოგიაში ფული რო ქონდა ვიღაცას აი ხა მამჩემი იყო უნივერსიტეტის პროფესორი ტიპს რომელიც ის იყო ბიზნესმენი იყო ესე ეძახდნენ საქმოსნებს ეძახდნენ სახში არ უშვებდა სირცხვილი იყო ფულის გაკეთება და ვინც აკეთებდა ის მალავდა რატო მე რო ამერიკაში მივდიოდი წაუძნინან გადაასახლე ცოტა მეორე უკიდურესობაა მაგრამ გეტყვი არა ეხა აი ეგეთ რაღაცას ვიტყვი არა ცნობილი ამერიკელი დრამატურგი არის არტურ მილერი მაგის ინტერვიუები რო ნახოთ მაგარი საინტერესოა და საერთოდ თვითონ პიროვნება ძალიან საინტერესოა ის არის ავტორი სეილების პროცესის მაგრამ აგრეთვე მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები არის ვაჭრის კომივოიაჟერის სიკვდილი Death of a Salesman გეკნებათ ეგ ამას იცნობთ ალბათ ხო? ეხლა უყურე 1958 წელს წერს. ეს არის ისტორია უილი ლომანის, რომელიც არის ვაჭარი, მატყუარა, უსინდისო ტიპი, რომელიც თავის შვილებს ატყუებს. და ეუბნება, რომ ამერიკული ოცნება შენ უნდა იყო წარმატებული და მე აი ვყიდი რაღაცებს და გამყიდველი რა კაია წარმატება ვაჭარი მთელი ამბავი და ამ დროს ატყუებს ამ შვილებს და ერთ-ერთი შვილი ბიფლომანი რომელიც ჩავა ბოსტონში მასთან ჩავა რატომ მიიღო ამ ნაწარმოება რა პულიცერის პრემია და მამამის ჩავა დედამისს ატყუებს ვიღაც ბოზთან ერთად არის და ეტყვის რომ შენი წარმატების შენაირი გაზი როგორ უნდა გამოვიდეო მეო ეხა მივდივარ სოფელში და საერთოდ არ მინდაო არ მინდა რომ შენაირი ვიყო ეს ამერიკული ოცნება სიაბანდიაო აი ამ ნაწარმოებმა 1958 წელს მიიღო პულიცერის პრემია და მე ეხა არტურ მილერთან არის ინტერვიუ 1999 ჩარლი როუზი ატარებს რა და ეკითხება რომ ხო ესო რა პონტიაო ხო აიო შენო იქ რო წერო რას ფიქრობ ეხა როგორ ჩაიარაო ამ ექსპერიენსმა არტურ მილერი პასუხობს ეგ ინტერვიუ შეგიძლიათ მონახოთ შემიძლია გადმოგიგზავნოთ კიდეც YouTube-ზე არის რა კი ჩარლი როუზის ინტერვიუ არტურ მილერთან 1999 წელია თუ არ ვცდები და ეუბნება ეგეთ რამეს იცი რა შოკირებული ვარ რატო კაცო
ჩინეთში ჩავედიო და ჩინელებით გავენო, ხა კომუნისტური ჩინეთი წარმოიდგინე 90-იან წლებში გავს არტურ მილერის კომივოიაჟერის პირიქით ხო უნდა უხაროდეს ჩინელს, რომ აი ეგრე ხდება, რომ აჭარიკდება. ყველაზე მაგარი ბოდიში და ჩათალახი კაპიტალიზმი აღმოჩნდა, რომ იქ არიანო ჩინეთში ტიპი მეუნებაო, გამოდივარ მოსაწევათო და გვერდზე მიდგას ჩინელი ბიუროკრატია და მომიტრიალდა და მეუნებაო. ეხა არავის არ უთხრაო, ეგ მე რასაც გეტყვივა. ანუ ოფიციალური პარტიის ხაზი აბა ზარეთ ახდება, მაგრამ ეს შენი ვილი ლომანი რა მაგარი კაციო. ეგრე უნდაო, ცხოვრება არის კონკურენციო და არტურ მილერს ეუნება და არტურ მილერი შოკში ჩავარდა მოწევის დროს. ტიპი მთელი ცხოვრება ფიქრობდი, რომ ეს ცუდი ტიპი იყო და ამ დროს კომუნისტური პარტიის ტიპი მოდის, რომელიც არის ჩვენზე ბევრად უარესი კაპიტალისტიო და მეუნება, რომ ბოდიში და ჩათლახი უნდა იყოს ცხოვრებაში და ზუსტად იგივე არ მოხდა ჩვენთან. ეს ყოფილი კომუნისტები გახდა ყველაზე ჩათლახი კაპიტალისტები. ეს კაგებეშნიკები, ხლა ბიზინები, თემურა ალასანი, ეგენი არიან ყველაზე ჩათლახები, იმიტომ რომ ეგენი გაიზარდნენ იმ ვითომ არ შეიძლება და გახდნენ მართლა მაგარი ჩათლახები, რომელზეც ბილ გეიტსი და ეს რო შეხედავ სიტყვის, რომ ეს რა ბარბაროსია, მე ვარ კომუნისტი, ბილ გეიტსი არის ამათა შედარებით მართლა აიგაგებით რა. კიდე რა მაინტერესებდა, ისევ იქ გადმოვდივართ, მე საიღო რო ახსენეთ 48 წელს პულიცერის პრემია მიიღო 48 წელი და მეორე სოფლიო ომის შემდგომი პერიოდი ამერიკაში ბევრ რაღაცასთან ერთად, რაღაც ინდუსტრიული განვითარების ხაზის გაგრძელებასთან ერთად იყო მათ შორის რაღაც მაფიის აყვავების ხანაც. აყვავების რა, აიგივე იტალოა, ხო, მაგრამ ანუ აი ეს კრიმინალური იქაც იყო, მაგრამ ამის პარალელურად საზოგადოებაში მაინც მიდიოდა ეს სხვა აქ პერიოდის შემდეგ შეიქმნა პრინციპში ამერიკული ჟურნალისტიკა იმ ფორმით, რა ფორმითაც ახლა დღეს ჩვენ აი აქაც ეგრე მოხდა კრიმინალები რომლებიც გადარჩნენ და სადღაც ერთმანეთი არ ჩასხილეს, ახლა ბიზნესმენები არიან გადახედეთ. მე რა ლეგალეს ეგ მაგას ვიძახი ზუსტად აქ ახლა ყოფილი კომკავშირლები და პარტიული მუშაკები და პლუს კიდე ის სასტავი არ მე რას ვამბობ ნახეთ აი ამ პრობლემების პარალელურად საზოგადოება იქ განვითარდა მაინც აი იქ რაღაც შეკრებები რო იყო იტალო-ამერიკული მაფიის რო იმაშვებოდნენ ვიღაცა ლუკი ლუჩიანო თუ ეგ მანამდე იყო და მე მოკლედ ტიპები იმის მერე კიდე მაშინ ვითარდებოდნენ თუ ვითარდებოდნენ 57-ში დაიჭირეს მე ყველა ერთად ხო და ამის პარალელურად მოკეთ საზოგადოება მაინც ვითარდებოდა და ამერიკულმა საზოგადოებამ შექმნა რაღაცა თანამედროვე ჟურნალისტიკა სამართალი რომელიც ეჭვი არა თუ სადმე არ შეგაქ იქ არის და ასე შემდეგ და ანუ საზოგადოების განვითარების ხაზი ამის პარალელურად მიდიოდა და ჩვენ აი ხა მე და გიორგი მთელი ამ გადაცემის ღერძი ეგ არის რომ ვჭობთ რომ რა ჭირს ქართულ საზოგადოებას სად არის ეს ძირითადი პრობლემა მორალური საკითხებია, წიგნიერების საკითხია და განათლების საკითხია. იქნება რელიგიური ეს არის ვერ გვიქაჩავს საკმარისად და ის უნდა იყოს ჩვენი წინამძღოლი მართლა მორალურ საკითხებში კონკრეტულად, ხო? აი ეგ პრობლემა სად არის? მე ვიცი რომ ხარ თუ შეკითხვას ვსვავ და ეს ხა მაგაზე სწორად ძალიან საინტერესო რაღაცა თქვი რამდენიმე. ერთი არის ის რომ აი ამერიკულ საზოგადოებაზე რო ლაპარაკობ თქვენ ალბათ ორივე იცნობთ ეს ნათია რო არის მაკაც არის ძალიან კაი გოგოა მე მომწონს ძალიან ლამაზიც არის მაგრამ ჭკვიანიც არის ორივეა ხო და არის მარაჭკვიანი ორივე ცოტა სექსისტურად გამომივიდა რა ესე ვიტყვი ჭკვიანიც არის მაგრამ ლამაზიც მე არ გონია ფემინისტები მაგაზე თქვენ გეჩხუბონ არსებობენ ადამიანები რომლებზეც ფემინისტებს ხელი აქვს ჩაქნეული როა აზრი არა აქვს და მე მგონი თქვენც არ გეჩხუბებ მე არა მე ვარ მართლმადიდებელი ლესბოსელი როგორც დიდი ხანია უკვე სტაჟიანი და ესე იგი და ფემინისტიც ვარ 1993 წლის 28 აპრილიდან მაგრამ მაგას თავი დავანებოთ და ეს ზუსტი რიცხვი ხო და აი ნათია წერს ძალიან საინტერესო პოსტებს და სხვა შორის ძალიან მაგარი გოგოა დისიდენტია ამერიკაში და მე ვთვლი რომ ძალიანაც სწორი ბობილანის დისიდენტია ხო და ჩემი საყვარელი ხალხი ამერიკაში დისიდენტები არიან. მათ შორის 60-იან წლებშიც იყო რა ბობ დილანის მუსიკები და ასე შემდეგ რა. ხო კარგი ხელოვანი ყოველთვის დისიდენტია ყველა საზოგადოებაში მოგეხსენება და ეკას თავისებური ის იყო. თუმცა 60-იან წლები იყო სოფლიოში, მთელ სოფლიოში აყვავების ხანა და ბუმი იყო მართლა და ეკონომიკური ბუმიც იყო. მერე ლინდონ ჯონსონის დიდი საზოგადოების ჯერ კენედი იყო, მერე ლინდონ ჯონსონის დიდი საზოგადოების რეფორმები იყო და პლუს კიდე რუზველტის ნიუ დილს დაემთხვა რა ეკონომიკური გადანაწილება მოხდა ამერიკაში 40-იან წლებიდან და
ამან გამოიწვია აყვავება ამერიკული კულტურის და მთლიანად საშუალო ფენა გაჩნდა და ხო რაღაც ის არის, ხო ძალიან მდიდრები და ძალიან ღარიბების, აი სადაც ძალიან მდიდრები და ძალიან ღარიბები არიან, ეგ ხდება და იქ არ არის, იქ წარმატების საზომი, რასაც შენ იძახდი ამერიკაში, არ არის ის პანამერა ყავდის, წარმატების საზომი აქ რა გიყვია და ხელიდან რა გამოგდის, ეგ არის და რო გამოგდის მე იმას შესაბამისათაც აფასებენ რა. შენ ძალიან სწორს ამბობ და კიდე აი აქ რა გიდევს ეგეც მნიშვნელოვანია. აი მაგალითად 60-იანი წლების ხელოვნებას რო შევხედოთ ჩვენ ამერიკულს რა ავიღოთ იმინდა რა ბიტნიკების მერე რა რაც მოდის რა ეს ძალიან მაგარი სერიოზული ევოლუცია მოხდა ფილმები თელ სოფლიოში სხვა შორის არ მარტო ამერიკაში იტალიაში საფრანგეთში მთელ დასავლეთში და სხვათა შორის საბჭოთა კავშირშიც არის ყოწუდი ხელოვნება ანუ 90-მდე ალბათ რაღაცა ეს 30 წელი შეიძლება ცალკე გამოვყოთ რომელიც ჯერჯერობით რას უყურებს აი კიდე რას დავამატებდი იცი რომ აი პლატონის ეს ეთიკის პრინციპი აი სოკრატე რასაც ამბობს ეთიკა ეხა არ მინდა მე რელიგიურ იმაში ჩავსვა ყველაფერი იმიტომ რომ ყველა სხვა აღსარებლობა აქვს და გასაგებია რა ეს პრინციპი პლატონური ცივილიზაციის ასე ვთქვათ რა ჩემთვის ევროპული ცივილიზაცია ჩვენ ვლაპარაკობთ ეს ხშირად დასავლეთის ასე ვთქვათ მომხრეებს ავიწყდებათ რა და არ უნდა დაგვავიწყდეს პლატონური პრინციპი რა არისტოტელეს პლატონიდან მოდის და ასე შემდეგ რა ეს ფილოსოფიური პრინციპი კი არ არის მარტო ეს არის სულიერების პრინციპი როდესაც ადამიანი სხვაზე ფიქრობს თავისას აძლევს სხვას უნაწილებს არა იქ ამბობს ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ის არის არა პლატონური თეზა ეს არის სოკრატეს პირით ნათქვამი რომ ჭკუა არაფერს არ ნიშნავს თუ მას სიკეთე და სიქველე არ და სიქველე არის მთავარი ღირებულება რა რომ სიქველეს თუ არ ხმარდება ჭკუა შეიძლება კომპიუტერიც იყოს ჭკვიანი კომპიუტერი როგორც გიამ თქვა ჩემს ისემ თვალმა ChatGPT-ს ჩვენზე ბევრად მეტი ჭკუაა გამგაგებით არა ინფორმაციას იმახსოვრებს ძალიან ბევრს და ჩვენ ვერ იმახსოვრებთ ამ მაგრამ აი ეს პლატონური დასავლური ნუ ეხლა ცოტა ისე გამოდის გაფეტიშება გამოდის აღმოსავლეთშიც ბევრი კარგი იყო და აფრიკაშიც და არ არის სწორი ხა რასისტული მიდგომა რომ მარტო თეთრებს ჰქონდათ კარგი და რაღაცები მაგრამ თვითონ ცივილიზაცია ევროპული რა პლატონური ცივილიზაცია იმდენად ძლიერი იყო სწორედ ამის ხარჯზე რომ მე ქრისტიანული მართლაც ხა ქრისტიანული მოძღვრება ზუსტად ეგ პრაქტიკაში ქრისტე პრაქსისი განახორციელა აი იმ იდეების რომელიც ამას ქონდა ეს დღეს როგორც აი სხვათა შორის ნათია აკრიტიკებს ამ საკითხებს და მე მას ვეთანხმები ბევრ რამში ახლა იღიათ ვიძახი პირდაპირ ეთერში ასე პირდაპირ თუ არა პირდაპირ ხო ვიძახი არა და ანუ ამერიკაშიც არიან დისიდენტები რომლებსაც ბევრი რამე არ მოწონთ თქვა დღევანდელ ამერიკაში თქვა ოლიგარქია იქაც მძვინვარებს ესეც თქვათ არა მიუხედავად იმისა რომ ახლა ის პოლიტიკურად კორექტული არ არის ხა ტრამპი არ გავაბრაზოთ რაღაც ხო შეიძლება იმედზე მოხდეთ რომ ამერიკაში რა ეხლა იქ FBI-ია და ეხლა იქ რაც აქ ხდება იქ თლათ ეგრე ვერ ხდება ამერიკის მოქალაქეც ვარ გაიგე და ეხლა იქ 200-ს ვიძახი და ბევრი მეგობრები ყავს პანკროკის და ეგ ხალხი რომელიც მოწინააღმდეგეა იმისი რა ქვია ну ტრამპის და საერთოდ როგორც წესი დიდების და ამ რესპუბლიკური პარტიის და ასე შემდეგ მაგრამ მაგას თავი დავანებოთ თვითონ ეგ აი სიტუაცია რაც არის შექმნილი აქაც და სხვაგანაც არა ეს ძალიან დიდი უსამართლობაა და არის პრობლემა ჩვენში პლატონური სულის უკვე აი როგორც შენ ამბობ ძალიან კარგად თქვი რა ჩვენ მივდივართ აი ამ ბიოპოლიტიკური მონობისკენ იქ თუ არა ვართ უკვე და ეხლა ჩემი შვილების თაობას რო უყურებ არა მათ ვერაფერს ვერ ვეუბნები საყვედურს ძალიან რთულია რომ საყვედური უთხრა იმიტომ რომ ჩემმა თაობამ იცხოვრა ამ მონობაში და თან ეს მონობა ხშირ შემთხვევაში ჩემ თაობაში მაგალითად ნებაყოფლობითი იყო ანუ მატერიალური ოცნება როცა უფრო დიდ ადგილს იკავებს ვიდრე ოცნება თავისუფლებაზე ოცნება რაღაცა თანასწორობა და ასე შემდეგ რა სიყვარულზე დიდ ადგილს რო იკავებს მატერიალური ოცნება რო იქ რა მეყოლება ეხა პორშე მეყოლება თუ ის მეყოლება და სიმონ და ფერარიზე გავიარე და რაღაც ეგეთი ოცნება რო იწყება ზუსტად მაგაშია მარტურ მილერის პორშე და ფერარიზე ვინ ოცნებოდა ჯინსი ჯინსი და ჟუაჩკა კომპაქტ დისკი და მე მახსოვს ჟუაჩკის პერიოდი 76 წელს ჩამოვიდა ჩემი დედაშვილი კანადაში ესე რო ეჭირათ ხოლმე რიგლის ჟუაჩკა იყო დიდი ამბავი 76 წელს მე ვიცი რომ ხალხი არ აგდებდა ინახავდა ჭიქაში ხალხი არა გეგსხედვა თაკე ძალიან ბევრი ხალხი იყო იმაზე ჩვენ ეგრე ვიყავით ეგ იყო რიგლის რო დაითრევდი 70-იან წლებში ანუ 80-იან დაიფშულება და რიგლი იყო როგორი პამტიცი რო და ლივაისის ჯინსები რა და ჩამოქონდა ამ ჩემ დეიდაშოს ჩვენზე უფროსი იყო და ის იცოდა იქიდან ჩამოდიოდა ტურისტი ცოტა იყო და კანადელი ტიპი მთელი თბილისი დაძდებდა კაროჩე და ჯინსებს რო და ლივაისი თუ გეცვა იყავი მეფე
და ასე შემდეგ. მაგრამ ეს იმ დროს წარმოიდგინე მაინც ცოტა ისეთი როგორი პონტი იყო, ეს ცოტა სასაცილოც იყო და იშვიათი იყო ძალიან და ხა 90-იან წლებში უკვე შემოვიდა მე ჩვენ მატერიალისტურიც ალბათ არ იყო აი რაღაც საბჭოთა ერთფეროვან ტანსაცმელთან ბრძოლის მუღამიც იყო ისი რო გეცვა ეს რაღაცა ეგ რომანტიკა იყო ხო რაღაცა სხვა მუღამი იყო აი 90-იანი წლებიდან აი განსაკუთრებით 92 წლის მერე უკვე თაობა მოვიდა ტიპები უკვე ეგეთი სასტავი სტეჩკინი მაგარი სიმონდა ამას ესაკ იმას ისაკ ესა და უკვე ქონებით განისაზღვრება და მოგვიტანა ვანო ჩხარტიშვილი ამან გაიგე და ვანო ჩხარტიშვილი მაგას ბიჭო ბოლე აქ ეგ უჭკუო როგორ იქნება ძმაო ეგ ბაზარი ეგ მოკვდა რაღაც პონჩი აი ეგ რა აი რა ტელეფონი გეჭირა და რა მანქანით მოძრაობდა რა გეცვა აი ჩემ თვალ წინ მოხდა ეგ რა 90-იანების მაგ პერიოდიდან მე გაქრა და ეხა აი ნელ-ნელა თვალში მხვდება რომ ისევ წამოვიდა რა თუმცა რა არის იცი აი მაგალითად მიშას დროს მიშამ დაიწყო მემარცხენე გზით მაგრამ მე ბენდუკიძე მაიყვანა და ბენდუკიძე ძალიან ნიჭიერი კაცი იყო მე ვიცნობდი მას და უნიჭიერესი ტიპი იყო და უჭყიანესი მაგრამ ქადაგებდა ძალიან არასწორ რაღაცებს ცოტა ძნელი გასაგებით შეიძლება ყოფილიყო აი რაღაცას რო იტყოდა იმას მე ახსნა თუ არ მოყვებოდა ესე ერთ წინადებაში ნასროლი ცოტა შეიძლება მოხვედროდა ისევე როგორც ბევრი სხვა თეორეტიკოსი რა გია ხუხაშვილები და ასე შემდეგ მაგრამ ბენდუ სერიოზული აკადემიური წონა ჰქონდა კაც ძალიან ინტელექტუალი იყო მაგრამ მაინც საბჭოთა კავშირიდან გამოსული მეორე უკიდურესობა იყო რა ეს ლიბერტირული ესეთი ფილოსოფია ხო ანუ და თან ეს სოციალური დარვინიზმის ფორმა არის გაიგე რომ ღარიბებმა თვითონ ისჭინონ თავი და მე რატო გადავიხადო მაგის ფული არ არის მართალი ეს ლიბერტარიანელობა პასუხისმგებლობა არის და დანაშაულია სახელმწიფოს მხრიდან როცა სახელმწიფო არ ფიქრობს თუმეტ 3 მილიონიანი არა ეს მიდიგიო შეეძინააღმდეგე დროიდან ჩვენ ჯერ იყო და შევარნაძე ვითომ რაღაცას კომუნისტური იდეებში ახლობდა ამ ყველაფერს, მაგრამ სინამდვილეში ოლიგარქია იყო შევარნაძის დროსაც, რა თქმა უნდა. ოლიგარქია იყო. და იყო თან დანაშაულებრივი ოლიგარქია. მიშას დროს გაიჩიტა ეს მაღალ დონეზე, სამწუხაროდ მოხდა ეს, რომ მიშამ 2005 წლიდან მემარცხენე გზა დათმო. პირდაპირ გადავიდა ნეოლიბერალურ ბიოპოლიტიკურ მოდელზე, სადაც ბენდუკიძის ბრენდი იყო ეს. აი, ერთი დღე მაშინ ბიუჯეტი და საქართველოს ეკონომიკა რამდენად იძლეოდა იმ საშუალებას, რომ მეტად სოციალურად ორიენტირებული ყოფილიყო ჩვენი სახელმწიფოს სერვისებიც და დახმარებებიც. ერთი არ იყო სერვისები და სახელმწიფო ფაქტიურად, ეგეც იყო. მე ბიუჯეტის სეკვესტრი გახსოვთ ფრაზა მე ბავშვობიდან მახსოვს ფრაზა სიტყვა სეკვესტრის რევოლუციის მე სეკვესტრი აღარ ყოფილა არასდროს ნოღაიდელზე იზახს აი ნოღაიდელმა გააკეთა სეკვესტრი მეცხრე ბლოკი მიშას დროსაც ეხლა უკვე პენსიები ეხლა ის სეკვესტრს აკეთებს არ ვიცი ნოღაიდელი მაგრამ მაშინ აკეთებდა მაგრამ ისი რა არის უყურე მე მახსოვს აი ხო გიყვებოდი ამბავი მოგიყევი ზურაბ ჭიაბერიშვილი ჩემი მეგობარია და პატივისცემს ხოთშო ეს კარგი ფილოსოფოსია და კარგი სურვილი მაინც ქონდა ყველა ვარიანტში რომ მოვიდა მიშას მთავრობა 2000 მე სულჭერდი ხალხმა მივეცი მაგათაც და ოცნებასთვის არ მიმიცია იმიტომ რომ მოქალაქეობა არ მქონდა და მე სალომეს მივეცი ერთხელ მაგათ მივეცი 2004-ში მთელ ქვეყანას ქონდა მაგათი იმედი და ამის მთავარი მიზეზი რა იყო იცი პირდაპირ გეტყვი მიშას სოციალური პოლიტიკა იყო აი რო ჩავყვეთ მიშას შეიძლება ეხლა მანამდე სანამ ბენდუკიძის ხელში აღმოჩნდა ყველაფერი. ეხლა ისეთ რამეს ვიძახი რომ რა თქმა უნდა ვიღაცები ეხლა ლიბერტარიანელი, მაგრამ ყოველთვის ეგეთი აზრი მქონდა და ვერ შევიცვლი. იცი რა არის? ეხლა ბენდუკიძის დიშვილი ჩემი მეგობარია და ბენდუკიძე უჭკვიანეს კაცი იყო. და ძალიან პატივისცემ მის ნიშს ტელევიზიის გადაცემა მქონდა ასე როგორც თქვენ გაქვთ და მოყვანილი მყავდა იცოდა რომ მე მაგარ ოპოზიციაში ვიყავი და მოდიოდა და მელაპარაკებოდა ძალიან საოცარი პიროვნება იყო ძალიან როგორც პიროვნულად მე მას ვაფასებ ძალიან ეს იყო უნიჭიერესი ადამიანი მე უბრალოდ ძალიან გულიმწყება რომ ძალიან მარჯვნივ გაწია ეს ქვეყანა და ბიზნეს მაგის ბიოპოლიტიკა ბიზნეს მაგ იდეოლოგიით მართავს უბრალოდ რამდენად ხა კარგად მართავს და რამდენად კარგად იყენებს ამიდებს ეგ უკვე საკამათო საკითხია მაგრამ ბენდუკიძემ იდეოლოგიურად ის იყო პირველი რომელმაც დაამკვიდრა
მემარჯვენე დისკურსი, romlis მიხედვითაც ღარიბს არ უნდა დაეხმაროს სახელმწიფო, ეს სოციალური პროგრამები არ შეიძლება. რომ აი ვაცადოთ ვისაც შეუულია დოვლათის შექმნა იმან იშოვოს და მე შექმნილი დოვლათიდან აკლეფილი გადასახადები მე გადავანაცვლო. აი ამ იდეოლოგიის გეუბნება, ნახე. ამ იდეოლოგიის უკან იმალება სოციალური დარვინიზმი, რატო იცი რომ? ეხა ის თუ შოულობს და ჩვენ დახოცავს ყველას, ჩვენ მოკვდებით, მე ვის მოხმარდება ეხა ჩვენი შვილები იქნებიან თუ არა ცოცხლები კაცმა არ იცის და თუ იქნებიან ეხა მკვლელობაა პრაქტიკულად ხო მე ამას მოკლავ ეხა და ამისთვისაც მოკლავ მაგრამ შვილიშვილს დარჩება ისეთი პონტია ხო უბრალოდ მე მგონია რომ ბენდუკიძე იდეოლოგიურ ჭრილში საერთოდ ნაკლებად განიხილავდა მსგავს თემებს მე უფრო მგონია რომ ის უყურებდა უბრალოდ ციფრებს და ქონდა სტატისტიკა რომ შემთხვევაში იცი რომ აი ეს ეკონომიკა იზრდება ამ შემთხვევაში თუ ჩახსნი ბიზნესს რაც მეტ გადასახად ჩაუხსნი ეკონომიკა მიწრაფად იზრდება ეს არის აქსიომა ეკონომიკური აქ არ არის მორალური საკითხი ეს სისტემაა ხო მაგრამ ჩახსნას არ მომხდარა მან გამარტივება გასაგები გადასახადები შემოვიდა და ის რაღაცა მოდი ამას ძალიან არ შევყვეთ ამ თემას ორი მნიშვნელოვანი თემა დამჭირდა გადაცემის დასრულებამდე თქვენთან რა და მინდა რომ ცოტა ისეთ საინტერესო ფილოსოფიური საკითხებიც მიმოვიხილეთ მაგრამ ეხლა მინდა ცოტა უფრო ყოველდღიურ პოლიტიკაზე მაქვს ორი თემა რა ერთი ამერიკულ პოლიტიკასთან დაკავშირებით ერთი ქართულთან მოდი ამერიკა რახან ბევრჯერ ვახსენეთ მაგრამ აქედან კითხავ ტრამპის ადმინისტრაციის დამოკიდებულებას მაინტერესებს თქვენ როგორ უყურებთ საქართველოსთან დაკავშირებით ტრამპი და მისი ადმინისტრაცია არის ალბათ არნახულად პირდაპირი და ზოგჯერ სხვა პრეზიდენტებთან შედარებით ნაკლებად დიპლომატიურიც ბევრ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. სოფლიოში მიმდინარე საკითხთან დაკავშირებით ძალიან პირდაპირ დღეს ჟურნალისტს ნახეთ თუ არ ვიცი თუ ნახეთ რომ სხვა ეთერიდან წამოუხდა და ანუ ძალიან პირდაპირ ამბობს ეს კაცი რასაც ფიქრობს და შემდეგ. ეს საქართველოს მაგალითი არის რაღაც უცნაური გამონაკლისი. არ მინდა ვიფიქრო რომ ჩვენ ხა ნაკლებად მნიშვნელოვანი ვართ იმის ფონზე რაც სოფლიოში ხდება, იგი ირანის თემა ასე შემდეგ, მაგრამ აი ზოგადად ადმინისტრაციიდანაც არავითრო პოზიცია არ დაუფიქსირებია ამ განვლილ ორწლიან პროტესტთან, არჩევნებთან და რაღაცებთან დაკავშირებით. თუ არ ჩავთვით ამერიკის საერთოს რომელიც მაინც მოზომილია. აი ეს რას უნდა ნიშნავდეს თქვენ როგორ ფიქრობთ? რომ აი საქართველოზე რატო ეს ხოცები საკესტილობენ დავალაგოთო რამენაირათო. იმას დაურეკოსო იქნება ყაველაშვილს არც ყაველაშვილს ურეკავს. არც იმას ამბობს ღია ტექსტით რომ რაღაცა ცუდი არჩევნები ჩაატარეთ. ხო არ რას უნდა ნიშნავდეს? აი ეს ამ ადმინისტრაციის ესეთი უცნაური დამოკიდებულება, სიტყვა უცნაურს გამოვიყენე. ხო, ხა პრინციპში რო ვთქვა, ტრამპის საკმაოდ ისეთი მოვლენაა სოფლიო პოლიტიკაში, უცნაური კარგი სიტყვაა. მაგისთვის, მაგრამ პრუსკიზე კითხულობ, რომ მაგარი სიტყვებიც არსებობს, არა, რო ვთქვა, პირდაპირ. მაგრამ თქვენ მოქალაქეობა გაქვთ მოის და ჩამორთმევის მექანიზმები არ ვიცი როგორ არის. არა, იცი რა არის? ეხა მეორე მხრივ, მოდი ესე თუ ცოტა ეხა ჩემი პოლიტიკური შეხედულებებიდან ცოტა დისტანცირებას ვცდი, ისიც უნდა ვთქვათ, რომ სისტემა, რომელმაც მიცა საშუალება ტრამპის მაგვარ ფენომენს ორჯერ სხვადასხვა შემთხვევაში ყოფილიყო არჩეული ერთხელ კოლეჯით და მეორეჯერ უკვე ხალხის მხარდაჭერით არა იმას ესე იგი სერიოზული პრობლემები აქვს სისტემა რომელიც მიცემს მე რო ჩავედი ამერიკაში 1990 წელი იყო მაშინ ტრამპი ტაბლოიდების გვერდზე მაშინ იყო 44 წელს ტრამპი უკვე ეკითხებოდნენ რატო არ მიდიხარ პოლიტიკაში მაგრამ იმ დროს ტრამპის პოლიტიკაში წასვლას აზრი არ ჰქონდა. მაშინ კინოში უფრო ხშირად ჩდება. ხო, არა, ყვითელ ჟურნალებში იყო, ვინ ქალთან იყო, ყველაფერი ვიცოდი. ტაბლოიდი შეხვიდა და ტაბლოიდური პრესა ხო ახლა რეალურად ტაბლოიდური პრესის გმირი იყო ტიპი, მე იმ ქალს რო ეჩხუბებოდა როზანაო თუ ვიღაც ქალი რო არის, წამყვანი, ანუ იყო ტიპი ყვითელი ტიპი რა, თან ბიზნესმენი რომელსაც პიარი უყვარდა და ყველაფერს ფენდა ამ ტაბლოიდების პირველ გვერდზე იყო ტრამპი და მაგის სხვადასხვა ქალები, 77 ქალი თუ რაღაცა გეტყვი, ყველა იმან თქვა მიკბინა, ამან თქვა უჩმიტა და რაღაცა და ჭხილი წამაწყვიტა და რაღაცა და აი ეგეთი სასაცილო ფიგურა იყო ხა მაგასთან, აი ხა როგორ გეკითხა მერილ სტრიპისთვის ან ვუდი ალენისთვის რაღაც ეგეთი ტიპისთვის ტრამპთან ვაფშე გაივლითო რომ გეტყოდნენ რომ არა აი მე მაგნაირ ტიპთან ვაფშე არც დაველაპარაკები ტრამპისნაირ ტიპს ფულიანი ბიდლო იყო და ახლა ფულიანი გოიმი რა კაროჩე გოიმი რო მაგარი გოიმი ვაიმე ამ გადაცემიდან რაღაცებს ამბოჭრიან ფრთხილად მართლა არ დაურეკოს ყაველაშვილს ჩვენც ეხა რო აზანზარებთ სოფლიო პოლიტიკას ეხა შენ წარმოიდგინე ეგეთი ტიპს რო აირჩევენ აიგე ახლა ბიზნესგან განსხვავებული ტიპი კი არის ტრამპი. Просто ბიზნეს მაინდა-მაინც არ უყვარს ქალების გამოჩენება იმაში და მე მგონი მაგ ხრივ პატიოსანია უფრო. ასექსუალია. ხო, სექსუალურ საკითხში, მაგრამ ეხლა ეს ტიპი იყო მთელი ამერიკის დასაცინი როჟა. წარმოიდგინე რა, ტრამპი იყო, რომ ტრამპი არა თუ ძმახარ, ეხლა
განათლება უნივერსიტეტში და იმაში ვის დაელაპარაკებოდა ტრამპზე საერთოდ. ტრამპი იყო აი 0-0. ხო, მაგრამ მიაგნო ფიშკას ეგრეთ წოდებულს, რომ ჩვენ ამერიკელები მაგრები ვართ. არ უნდა მოგვერიდოს იმის თქმა, რომ ჩვენ ვიღაცებზე უკეთესები ვართ და ეს რაღაცა შინაგანი მძიმე სიტყვების გამოყენება არ მინდა მსოფლიო მე-20 საუკუნის ისტორიიდან მით უმეტეს, მაგრამ აი ეს რაღაცა, რაც ყველა ერს ახასიათებს, რაც უნდა ახალი იყოს ეს ერი თუ ძველი, აი ამ ეს მორწყა, ეს ეგო. ლიბერალიზმის ხო რაღაცა ეგანსთას უქონდათ ხარ მაგრები არიან, კრიზისი გამოიყენა. ლიბერალიზმის კრიზისის დავარქვათ. აფირმაციული აქციის, affirmative action-ის პრობლემა შეიქმნა, იმიტომ რომ თეთრი მამაკაცი თავს გრძნობს დაუცველად. კი, პოდკასტებს რო უყურებთ, მართლა რა, ანუ საზოგადოებაში არის პოპულარული ეს, რომ ანუ ვოუქებმა მოგვაჭამეს თავიო რა. მე ვეთანხმები სხვათა შორის ეს ვოუქური, მათ შორის კომპიუტერულ თამაშებში, სადაც რაღაცა თქვენ არ თამაშობთ, მე მგონი მე მიყვარს კომპიუტერულ თამაშები, God of War ერთ ცნობილ თამაშს, სადაც ესეთი კრატოსი არის მთასავით ესეთი პერსონაჟი, ბერძნული მითოლოგიიდან ზევსი რაღაცა და ეს კრატოსი შეცვალეს უცბად 40 შუახნის ქალი პერსონაჟი და ხახი არის გადარო აღარ ვით. ხო, ანუ იმიტომ რომ აი ეს რაღაც დისკუსია შემოიტანო, ეს მას შორის ხოცებიც კარგად იყენებენ მე ამას და ზოგადად ანტილიბერალები. ვოუკიზმმა მოიტანა ტრამპი და არა მარტო ტრამპი, ბიძინაც. კი. და არა მარტო ბიძინა, ეგეთი ტიპები ყველგან. ბიძინა უფრო დატოვა. ხო, ბიძინა დატოვა. რა 16-ის მერე, აი მე მაგან. თუმცა თავიდანვე, ანუ აი ბიძინა 2012-ში თვითონაც ვოუქების ენაზე ლაპარაკობდა, ცხადია, მართალი ხარ მაგაში, მაშინ თინა ხიდაშელი და უსუფა და სასტავიეთ და ვერჩი და მოვოუქო ვოკაბულარის ხმარობდა, მაგრამ რეალურად გათვლა რა არის აი ამ ნეოკონსერვატიული ძალების, რომელიც დღეს არიან. გათვლა არის ის, რომ რიგითი მოქალაქე შინდება ვოუქის ლიბერალური ტერმინოლოგიით. და აი კაცი გათხოვდება ისა რაღაცა ეს გადავების უკვე როგორი პონტია, იცი რომ უკვე ტიპს აშინებს. გადაუბაც არ არის ტრანსსექსუალმა რატო უნდა მონაწილე რატო უნდა იყოს ქალთა სპორტში და ქალი რატო უნდა ცემოს ბიჭო ბოქსში პირობითად, ხო? კრიუში უნდა იჩხუბოს. ხო, ანუ მე რა აშინებს იცი ხალხს კიდე აი მაგალითად ნიუ-იორკში. სალკელი გამოდო. ახლობლის გოგო სწავლობს სკოლაში და 13 წლის ბავშვმა უცებ თქვა იქ რომ მინდა მაჩვი გავხდეო და გენდერის გადაკეთება შეიძლება უკვე ზოგს ცხოველათაც აკეთებენ და რომ კაცის ქალად ეგ ცოტა ის გონია утоპია ახლა თლად ეს რა არის ყველგან არ არის ეგ მაგრამ რაღაცა ის furry convention და რაღაცა ხო I identify myself as მაგაზე ვერ ჩააჭირო ბავშვს რომ იცი შვილო შენ მაჩვი არ ახარ მაგრამ ხა წავიდეს და გამაჩვდეს 13 წლის ბავშვი იქ ჯერ მშობლის მეურვეობის ქვეშ ეხლა ზუსტად მაგ ლიტერატურას უზივარ პედიატრის ბიბლია მაქვს წინ რა ანუ აი საერთოდ დაწყებული იქიდან აი რავი ეგეთი დეტალიზირებული სახელმძღვანელო ალბათ ბავშვების ირგვლივ არ მინახავს აი აბსოლუტურად ყველაფერია და მათ შორის აი ეგეთი დეტალების და მაგის მიხედვით როგორ იმართება ჯანდაცვის და ზოგადად ბავშვზე ზრუნვის სისტემა ამერიკაში ეგეთი 13 წლის ბავშვი წავიდეს და ხვლიკი გახდეს ანუ მოკლედ ესე დეტალები როგორ შეიძლება ახდას ინსტაგრამზე დრაკონივით როა ჩანერგილი როა რაღაცა ფერიები რო არიან და ასე შემდეგ ცხოველების კონვენციები და რაღაც მაგრამ მაგაზეც არ არის მშობელი რო ზის ახლა სახში 13 წლის შვილი ყავს და 14-ის რომელსაც ეს პრობლემა ისა აქვს სასაკობრივი წავიდა სოციალურ მუშაკთან და მოვიდა მეორე დღეს და გითხრა რომ შენ იცი რა ჩემი გენდერი არასწორად გონია და ეხლა არაფერი არ მითხრა და მე ამას ვიზავ ეშინი ტრამპს აძლევს ხმას მაგის გამო იმიტომ რომ ტრამპს ცხოვრებაში არ მიცემდა ხმას საბედნიეროდ ეს პრობლემატიკა ჩვენთან არ დგას ჯერ კიდევ მაგრამ უნდა გააფრთხილო ხალხი რო არ დადგეს იმიტომ რომ დასავლეთში ეს დგას და ამას ქოცები იყენებენ ყოველდღიურად და აქ ეს პრობლემა არ უნდა იცოდეს ხალხმა რომ ეს არსებობს და ეს არის ცალსახად არასწორი. ეგეც ხო ალბათ იმან მოიტანა რომ რაღაცა იმდენად ბევრი ფული დაგროვდა რაღაცეებში რომ ვიღას ტიპები ჩემი აზრით სარგებლობენ რაღაც ფონდებით რაღაცა რასაც მე ტრამპმა დაერია და USA-ს რაღაცეები წაართვა ხო რომ ფული რაღაცაში უნდა დაეხარჯათ რა და ეს ფული ადგილ დაიწყეს რაღაც სიგიჟეებში რა ეს დისკუსია გვაქვს რომ თუ სადმე არ შესულა ეს ამ სიმძაფრით აი ეს პრობლემატიკა არის ერთ-ერთი საქართველოს ჩვენთან ფულიც არ არის ჩვენ ჯერ ხალხი ამიტომ აი მაგის თავს მოხვევა რაც ოცნება იყენებს რომ აი მე კაცებს გაგვითხოვებენ და ვაიმე შენ შვილს ეტყვიან რომ გეი გახდეს და რაღაც სიგიჟეები ეს პრობლემა ამ დოზით საქართველოში არ დავიწყე ეგ ძალიან წუხوار რომ ლიბერალიზმი ვიღაცებმა მიიყვანეს ვოუქიზმამდე და ლიბერალიზმი ვიღაცა ეძახის ვიღაცა გაუნათლებელი ელემენტი ოღონდ რომ ამას რო ეძახის შეიძლება ბოლომდე მტყუანი არ იყოს რომ რაღაცა ილია ჭავჭავაძეს ლიბერალია და ვიღაცა ვოუქი რომელსაც უნდა რაღაცა ხო აი ეს არის ძალიან სამწუხარო და ამას იყენებენ ძალიან ცუდად
თორე იცი რა არის საჭირო? აი დღეს საჭირო ახალი ტიპის განმანათლებლობა. დღეს აუცილებლად ჩვენ საქართველოში აი მაგაზე ვლაპარაკობთ, აი შენ ეს საკითხი დაზარი, რომ სულიერი სიკვდილის დღეს ქართული ნეოპლატონიზმი ახლიდან უნდა აღდგეს. რატო იცი? აი ჩვენ პლატონიდან მოდის ხო ჯერ კიდე ეს და ქრისტიანობა არის ნეოპლატონისტური ფილოსოფია რა. სულიერი ფილოსოფია, რომ ადამიანი სხვას დაეხმაროს, ადამიანი ღარიბს უნდა დაეხმაროს, ადამიანი მორალური ღერძი თავისიათად უნდა იყოს და ასე შემდეგ და სოლიდარული უნდა იყოს, არა? ეს არის ნეოპლატონიზმი. დღეს ჩვენთან ნეოპლატონიზმი მდარია. აი პეტრე იბერი ავიღოთ, პეტრიცე ავიღოთ და ასე შემდეგ, არა? აი როგორი რაღაცა, არა? პლატონი, მერე მოდის პლოტინი, მერე მოდის პროკლე, პოზე იწყება ყველა. მერე მოდის პეტრე იბერი, მერე მოდის პეტრიცი და დღეს ყავს პროჭა. პროჩი ვართ, გაიგე და აი ეგ არ უნდა იყოს, გაიგე? საქართველოს პროჭიდან რომ ამოვიდეს პლატონი უნდა გაიხსენოს. ნეოპლატონიზმის ახალი გრიგოლ ხანძთელი მჭირდება. დღეს ჩვენ მჭირდება გრიგოლ ხანძთელი, რომელიც სულიერებას დააბრუნებს და კაცი და ქვეყანის ანგელოს. აი ეგ არის რა. კაი, ეს მეორე თემა, რომელიც ვახსენე, რაც მინდოდა ასევე მესაუბრა, აი ცოტა უფრო ყოველდღიური ენაზე და ყოველდღიური გადმოსახედიდან რომ შევხედოთ, რა შანსი აქვს დღეს ქართულ საზოგადოებას, რომ სახში გაისტუმროს ბიძინა ივანიშვილის სისტემა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს პრინციპში გადმოიბარა სისტემური კუთხით, გულისხმობს სასამართლო ძალოვანი უწყებები და მაშინ აქციებზე რომ ვიდექი მეც მათ შორის თავარი ჰიმნი და ერთ-ერთი სლოგანი იყო სისტემა უნდა დაინგრესო და ეს სისტემა არ დაინგრა. ახლა ვინმე თუ გვეტყვის რომ სისტემა დაინგრა, იმან თავის ნამუსში ჩაიხედოს, ხო? აი ეს სისტემა რომ შევცვალოთ და რა შანსი გვაქვს? არჩევნების მიმართ არის ნიჰილიზმი, ზოგადად ოპოზიციაზე ვის თქვათ ერთი-ორი სიტყვა, მე რატომაც გონია რომ კრიტიკულად იქნებით განწყობილი. ოპოზიციას თითქოს რაღაცნაირად თავშიც არ ჯერა რომ რაღაცა შეუძლია და ისეთი რაღაცები მიდის, აი მე ვერიდები ხოლმე რომ გამოვეხმაურო, აი ისეთ ბავშვურ და ყოველდღიურ თემებზე მიდის, ბლამის იმაზე იკამათონ რა ვიცი, ველოსიპედზე არ დავსვენებულს არ გათხოვა. ახლა მე არ გამიკვირდება რომ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა იჩხუბონ სოფლიო ჩემპიონატზე ვინ რომელ ნაკრებს გულშემატკივრობს და პენალტი დასადები იყო თუ არა, აი ამაზე რომ ვიღაცემა იჩხუბონ მე არ გამიკვირდება. აი კიდე საჩხუბო თემა. აი ესე იგი ბოკერიას გუნდში ვარ პირდაპირ არგენტინის ბარიში კი ეგ და მე მთელი ცხოვრება არგენტინის ბარიში ვიყო, მაგრამ იტალიასაც ხანდახან, მაგრამ იტალია აღარ არის და ეხა არგენტინა მარტო, მაგრამ ვერ მოიგებს არგენტინა. ალბათ ვერ მოიგებს. ბოკერიას გუნდი რატო დაარქვით, ბიძინა ბარათაშვილის გუნდი დაგერქვია? ბიძინა ჩვენი. კარგი ბიძინაც ყავს ქვეყანაში გერიბე. კი, ბიძინას წამოწყებული არგენტინიზმი და დათო კლიბაძის სხვათა შორის ღმერთმა გამომარჯოს დათოს. ხო და აი ამ რეალობაში ეხა კიდე უფრო თუ კითხვას გისვათ, ისო პლატონის ფილოსოფიაზე ლაპარაკი უფრო მარტივი ალბათ ვიდრე იმაზე რა არის გასაღები და გამოსავალი, მაგრამ თქვენ ხედავთ რომ აი ეს სისტემური ცვლილება თავი რომ დავანებოთ ეს მორალური ღერძი რომ მოშლილიყო ამაზე ამდენი ვილაპარაკეთ პოლიტიკურ სისტემაზე მაგ პირველ რიგში ლაპარაკი ახლანდელ ოპოზიციაშია გამოსავალი საზოგადოებაშია იქნებ მართლმადიდებლურ ეკლესიაშია გამოსავალი და აგერაც მნიშვნელოვანი წყალგამყოფი გქონდა რამდენიმე კვირის წინ რა არის სად არის მაინც გასაღები როგორ მე ვფიქრობ აი ორ საკითხს დავუბრუნდეთ რომელზეც ლაპარაკობდით ჩვენ თუ საზოგადოება გავერთიანდით სხვათა შორის სულ არ არის საჭირო ამ შემთხვევაში რაღაც პოლიტიკური ბანერის ქვეშ გაერთიანება არამედ როგორც საზოგადოება და გადავწყვიტეთ აი ეს ყველაფერი ძალიან კარგად აქვს დაწერილი ნოდარ თოფურიძეს და სხვათა შორის ბევრი განათლებული პოლიტოლოგი არსებობს ისეთი როგორც აგელა ჩორგოლაშვილი და ასე შემდეგ რომელსაც შეუძლია კარგად ახსნას ეს საკითხები როგორ დავიბრუნოთ რესპუბლიკა რომლის კონსტიტუციას მოგვისპეს და მე ახლიდან დაიწყოს მართლა და უკვე აი თქვენმა თაობამ ააშენოს რა ის ახალი საქართველო მე დაჟე უკვე ბებერი ვარ მაგისთვის მაგრამ ვინც იქნება უფროსი ასაკის ის დაეხმაროს რჩევებით და ასე შემდეგ არა აი სუბთაფურცლია რომ დაიწყოს იმიტომ რომ დაუბრუნდეთ პირველი და მეორე რესპუბლიკის ტრადიციებს ანუ ის კონსტიტუციები მქონდა ჩვენ და ეს უნდა ჩასწორება უნდა მოხდეს და მე გარკვეული საკანონმდებლო აქტები არის აუცილებელი იმისთვის რომ სამართლიანობამ და იმიტომ რომ ძალიან ბევრი უსამართლობა მოხდა 1992 წლის მერე
მარტო ბოლო ხანებში კი არა, მთლიანად რა, ის ძალიან ბევრი. აი ხალხი რას უნდა აი ისე ვიკბრუნდებით. მორალური ავტორიტეტი არ არის, რაღაცა, ანუ აი ეს ავტორიტეტები დანგრეული არის რეალურად, მაგრამ მარტო აქ ზოგადად ხა ეგეთი ტიპები არ არიან, რომ აი ერთი და აი რაც არის. ხო, აი მაგალითად რაღაცას უნდა გაყვეს ხალხი, ეს რაღაცა რა არის, რაღაცა კი არა, აი ისე აი მორალურ ღერძზე მე მგონი ჩვენ მე საერთოდ არ ვქონდა დაგეგმილი რომ აი გადაცემაში ამ ხელა დროს დაუთმობდით ამ მაგრამ მე მგონი სწორად ვისაუბრეთ, იმიტომ რომ აი პირობითად ეხა მე ვცდილობ ჩვენ ვიდეოებში რაღაცებს წერ ხოლმე მარტო პოლიტიკაზე კი ვილაპარაკო, აი მაგალითად ვერ ამოვხსენი და ვცდილობ რომ აი როგორც ჩემი ერთ-ერთი მოქალაქის, რომელსაც რაღაც დიდი აუდიტორია აქვს და ბევრ ადამიანს ვწდები, ხალხს მივაწვდინო აზრი, რომ აი მაგალითად საკუთარ დედაზე დაგინება ცუდია, კაცმა არ იცის რუდიდან გაჩნდა ზუსტად. კაცმა არ იცის რატო გაჩნდა მაინდა-მაინც საქართველოში, იმიტომ რომ მე ქვეყანა არ მეგულება, სადაც რუსეთშიც არ იგინებიან, არ ვიცი, არ გამიგიეთ. და არ ვიცი, აი ეს მორალური დეგრადაცია, ან რატო ითვლება რომ მაგალითად ძერსკობაა, გამოვიყენებ ამ სიტყვას, რომ აი ჩtildeო კავკასიური რაღაცა ეს ნურმაგო მედოვის სტილის თუ რა ისე ხო აი ეს რატო ითვლება კაი ტიპობად ქართველები აქამდე როგორ არის რაღაცამდე მე არ მითხარ ყველაფერი FSB-ს დავაბრალო არ გამოურიცხავ რომ ეს რაღაცა წვეთებია ჩაწვეთებული მაგრამ აი ეს მორალური დეგრადაცია გვაქვს და ეხა და ასევე მახალთაობაში რომელზეც თქვენ რო გითხარით თქვენ მათაობამ რაღაცა უნდა ააშენოსო არ ვიცი სიტყვა პროჭა მრავლობითი როგორ იქნება ხო, პროჭაობაში პროჭაები. ხო და არ ვიცი, მე ცოტა მუქფერებში მივხედავთ იმისა, რომ ოპტიმისტურადაც უყურებ ხოლმე და ესეთი მომენტები, მაგრამ ხანდახან მართალი ხარ მუქფერებში რო ხედავ, იმიტომ რომ ძალიან მუქიფერებია. დღეს არის უაღრესად მუქიფერები. ჩვენ თუ არ დაუბრუნდით ჩვენ საწყისებს, აი ხო ვლაპარაკობდით, არა, პლატონი იქნება თუ იოანე პეტრიძე და ასე შემდეგ, ეგ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც დავკარგეთ. მატერიალისტი ვარ ჩაშვებულები და გაღორებული. ანუ ერისკაცები გვჭირდება. ადრე იყვნენ ერისკაცები ილია პირობითად. ეხა გონებენ ერისკაცია ბიძინო, მაგ სიტყვას თქვენ არ იყენებენ. ხო, ცხადია, მაგრამ აი ეს მატერიალისტი ბურჟუა ტიპი, რომელსაც ძალიან ბევრი ფული აქვს და ამდენი ხალხი შიმშილობს, ვერავინ ვერ იქნება, რაც არ უნდა იყოს. აი გრიგოლ ხანძთელის სპონსორი გახსოვს, გაბრიელ დაფანჩული რო იყო. მაგის მთავარი ბიზნესმენი იმ დროს იყო გაბრიელა დაფანჩული, არა? გაბრიელა დაფანჩული ბევრად ჯობდა ნებისმიერ დღევანდელ ბურჟუას, რომელიც ქადაგებს ეს ლიბერტარიანულ იდეებს და იძახის, რომ ღარიბი მოკდეს და მე ახლა ავაშენებ ქვეყანას და ჩემ ხარჯზე არავინ არ გადარჩება ცათასასოფელოში არც ერთი ბურჟუა არ შევა. შანსი არა. უმალ აკლემი გაძრება ნემსის კუნჩი, მედრე დიდარი შევა ცათასასოფელოში. ამ ფრაზაზე რა წარმოდგენა აქვს ბიზნეს მადიდებლებს მაინტერესებს. ბიზნესი იქნება არ არის მდიდარი. ხო და ამაშია საქმე, რეალურად არა, ესე იგი დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა. აი რაშია საქმე, იცი, რომ სახარება რო წავიკითხოთ და იმის მიხედვით დავიწყოთ, ვცადოთ ცხოვრება, ყველანი ცოდვილები ვართ, ჩემზე ცოდვილი კიდე არავინ არ არის, მაგრამ რაზე ელაპარაკი, იცი რომ ჩვენ თუ დავიწყეთ ცხოვრებას იმ პრინციპებით, რომ არ შეიძლება მართლაც დიდარი კაცი შევიდეს ცათასასოფელოში, ეს არის ჯოჯოხეთი. მატერიალიზმი და გამდიდრება არის ჯოჯოხეთი. სხვის ხარჯზე მით უმეტეს და მით უმეტეს მთელი ხალხის ხარჯზე. მდიდარიც არის და მდიდარიც. რა თქმა უნდა. არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ვიღაცას კარგი კბილის ჩოთკი არ ქონდეს და მანქანა არ ყავდეს. ამაზე არის ლაპარაკი და დღეს მოდაშია მე მანქანას არ ვსარვატარებდი, მანქანის მოყვარული არ ვარ, მაგრამ ის სამაკატკებით რო დადიან ისინი. სკუტერები თუ სკროლერები და რაღაცები. მშვენიერია, კაცო, მაგ უნდა ქონდეს ხალხს, აბარა და ველოსიპედის ვყავდა მე და ველოსიპედის მიყვარს ძალიან. მაგრამ ფუფუნების ადამიანს ფუფუნება არ ჭირდება პირდაპირ თქვა 5 მილიარდი კი არა და ის იმას რო აქვს მასკს ილონ მასკს 875 მილიარდი აი ჭირდება ერთ ადამიანს ჭირდება რამდენი რაღაცა მაგრამ ადამიანის ბედნიერება სხვა რამეა არასდროს არ მქონია ბევრი ფული მაგრამ ბედნიერი ყოფილიყარ ბერჯერ და დარწმუნებული ვარ თქვენც ფულის გარეშე ადამიანის ურთიერთობაშია ბედნიერება და ეგ ერთადღაც გაცინებაში რაღაცა ვიღაცას სიამოვნებას მიანიჭებს და რაღაცას გააკეთებ კარგს. აი ეგეთი ბედნიერებისთვის ჩდება ადამიანი ამ ქვეყანაზე და ეს რასაც ესენი ქადაგებენ, ეს ყველაფერი სიაბანდია. ეს წარმატების მითი არის სიაბანდი. ეს არის არტურ მილერის მიერ მხილებული კომი ვოიაჟერის სიკვდილი. ბიზნესამ უნდა წაიკითხოს კომი ვოიაჟერის სიკვდილი, ვილი ლომანი. არ ვიცი აქ თუ არა წაკითხული შვილებმა მაინც წაუკითხონ და მე დადოს დასკვნა. შეიძლება იმ ჩინელი ტიპივით მოეწონოს კიდევაც მე ის.
ეგეთი ტიპი უნდა იყო. არა, ბიზნესი ისედაც მაგას აკეთებს. რეალურად იმ ჩინეთში არის ახლა ყველა 1 მილიონი მილიარდერი. ძალიან ბევრი ვიკამათე ერთ ჩემ მიმარცხენე მეგობართან ეგეთი რაღაცას მეუბნებოდა, რომ დაახლოებით თუ სწორად მახსოვს რა, იმედია არ ვამრუდებ ხა რასაც ვამბობდით. აი თანასწორი იმიდან უნდა დაიწყოს, თანასწორი პირობები, საშუალება, სასტარტო პირობები უნდა ქონდეს ყველას ქვეყანაში, მაგაში ვეთანხმები. მე ეძახის რომ ვიღაც ტიპები რომ უფრო წარმატებულები არიან. წარმატებულს რას გულისხმობ? ხა ვიღაც ტიპს რომ შეუძლია რომ რაღაცა ისეთი მაგალითად ჩემ დარგს იმასო, ისეთი ოპერაცია გააკეთოს, ან რაღაცა დაждდა ტიპმა და 5 საათის მაგივრად დღეში იმეცადინა 13 რაღაცა წავიდა და რაღაცა უნარჩვევები გამოიმუშავა და ბუნებრივად მისი საქმე მეტი ღირს. ის კი არა რომ ეს ითხოვს. აი, უბრალოდ დილით რომ მიდის და მე რომ მოდის, კი არ ითხოვს რამეს. უბრალოდ მოყვება რა გზაში ესა. და მეორე არის ვინც არ ვიცი რაღაცა სხვა რაღაცა ისწავლა და აი სიტყვაზე აი ეს რომ გამოიმუშავებს $10,000 სიტყვაზე თვეში და ეს რომ $2,000 ეგ არასწორიაო. და ვერ ხსნიდი მე ეხა თუ ეგ სტიმული არის. კომუნისტია რო არა $2,000 არ არის ცოტა. აი სიტყვაზე რიცხვებს იმუშავებს და თუ სტიმული იმისი არ იქნა რაღაც მომენტში. კი შეიძლება შენ რაღაც საქმის კეთება გასტიმულირებდეს, მაგრამ ეგეთი ადამიანები ალბათ ცოტანი არიან. ხა მე ალბათ არ ვიცი, ხა მაგის კვლევა არ ჩამიტარებია, მაგრამ ადამიანი რომ პროფესიას ირჩევს რაღაც მომენტში, მაინც იმას უყურებს ბაზარზე რა არის მოთხოვნადი პროფესია, რომ მეტნაკლებად რაღაცა ის კონდეს, ხო, საყოფაცხოვრებო მოთხოვნილებები დაკმაყოფილებულია და თვიდან თვემდე იცხოვროს მშვიდად. არიან ტიპები, ვინც იდეინი რომ აი რაღაც მერვე კლასში გადაწყვიტა რომ იყოს რაღაცა, არ ვიცი. ჩემო ვირტუალური ფიზიკის პროფესორი, ხო? ეგეთ ცოტა იდეინი ტიპები, რომელსაც არ ჭირდება სტიმული, რომ განვითარდეს, მაგრამ აი ვიღაც ტიპები, ვინც შრომით და აი მაგ განსაკუთრებით ეხა შენ რასაც ამბობ, მე გეთანხმები იმაში, რომ ეხა მე ექიმის პაციენტი ვარ 57 წლიდან 55 მაინც. ვდივარ ექიმს უნდა კონდეს მეტი შემოსავალი, ვიდრე თქვა მე მაქვს ფილოსოფოსს. და მე უბრალოდ ჩემი პრინციპი ჰუმანიზმის რა არის, რომ არავის მოკლა შიმშილით არ შეიძლება, საზოგადოება პასუხისმგებელი უნდა იყოს, უქნარები არ უნდა დააჯილდოვო, ეგეც სწორია, პროტესტანტულ ეთიკაში რა, ვებერის მიხედვით რო აღდგა, პროტესტანტულ ეთიკაში ეს სწორია. უქნარები არ უნდა დავაჯილდოვოთ უქნარობისთვის, ანუ იმათ უნდა კონდეთ რაღაცა სარგელი უნდა იყოს ამაზე. თავისთვის ის და რაღაც ვიღაც ხარჯი იცხოვს. და უქნარობა არა, მაგრამ ის რო ეხა ვიღაც ტიპს აქვს 775 მილიარდი და 5 მილიარდ ადამიანს საერთოდ არაფერი არ აქვს სოფლიოში, არა 8 მილიარდიდან. პრაქტიკულად შუქი არ აქვს და წყალი არ აქვს და რაღაცა და იღუპება შიმშილით ამდენი ბავშვი, რა ვიცი მე. დღეში 22,000 იყო ადრე და ეხლა შეიძლება მეტიც არის, არა? ძალიან ბევრი ბავშვი იღუპება შიმშილით, ხო? არა, ეხლა ჩვენთან შეიძლება მაგდენი არ არის, მაგრამ ხო ჩვენთან სამოწყოფოში ბავშვი მოუყანიათ მხოლოდ იმიტომ რომ შიმშილი, მალნუტრიცია დასიებულ შეშუპებული. აი მაგაზია ლაპარაკი. აი ეგ არ შეიძლება რომ დაუშვათ. მე ვფიქრობ ხოლმე რა არის, აი როგორ შეიძლება განისაზღვროს რაღაცა მინიმალური რაღაცა დონე ცხოვრების, რომელიც სამართლიან სახელმწიფოში ყველა მოქალაქეს, აი სახელმწიფო უნდა ისწრაფოდეს იმისკენ, რომ მინიმუმ აი ეს ყველა მოქალაქეს კონდეს, აი რაღაცა კბილის ჯაგრის იქნება, ტანსაცმელი იქნება და გადასაადგილებელი და სწავლის ფული და ეგეთი. ხო, აქვს საარსებო მინიმუმი 255 ლარი. აი საარსებო მაქამდე უნდა გავდიდრდეთ, რომ ეგ მე რაღაცნაირად ეგ დოლარი ყველაზე გადანაწილდეს. დაახლოებით ალბათ ამერიკაზე ვლაპარაკობთ, ეხა კაი ვარიანტში რა ყველაზე მეტად და ან ევროპაზეც მათ შორის რა. რომ რაღაც მინიმა ეხა ევროპაში ალბათ და ამერიკაში კიდევ უფრო იპოვი ბომბს და ან შიერსაც ალბათ და New Deal ეგ იყო რუზველტმა გააკეთა ევროპაში გაგიჭირდება. საი რა არის ეს რითი უნდა განისაზღვროს, რომ აი მათ შორის მე მდიდარ ხალხს ის არ ანუ რა შეიძლება რომ მდიდარი ხარ უფრო მაგრად ჩაგრა ხო ისი გეტყვის რომ რა ვიცი აი რაკეტები ავაფრინე დავაფრინე და მაცადე რა ჩემ ბრილიანტის უნიტაზე მოვისაკრე რა სიტყვაზე რა მაგრამ ხო აი რაღაცა სოციალური პასუხისგებლობის სტიმული გააჩინო იმათშიც რაღაც ამათაც კარგად მოექცე და აქეთაც რაღაცა მინიმალური ბაზისი ყველა მოქალაქეს კონდეს რა ეგ მაგაში დღეს დღევანდელი ხარ რეალურად არის ნორვეგია შვეიცარია ეგ მაგ ხო მივიდნენ მაგამდე რა შვედეთი და ნორვეგია თუმცა ეს არგუმენტია რა აი კახაც იგივეს ამბობდა და დღეს ჩვენი მემარჯვენეებიც იგივეს ამბობენ რომ დრო გჭირდება და ჯერ ეს დაიბრიდოს ეს ხალხი ჯერ მოკლენ შიმშილი და 50 წელიწადში ავყავდებით ეგ არ მიმაჩნია სწორად აი ადენაუერმა რაც გააკეთა გერმანიაში თქვა იგივე რუზველტმა რაც გააკეთა ამერიკაში მაგ დროს კეინსიანური რეფორმები რო დაიწყო ამერიკამ დეპრესია იყო რა და გაჭირვება იყო მაგრამ კეინსიანური რეფორმები მაინც დაიწყო
დააგროვა ფული და ჩადო უკვე სახალხო ასე საჯარო ინვესტმენტები გააკეთა უკვე 30-იან წლებში დაიწყო რუზველტმა ეს კეინსი მაგის მრჩეველი იყო არა თვითონ. ანუ ეს პოლიტიკა გაჭირვების დროს დაიწყეს ადენაუერი 48 წელში დეგუესა საფრანგეთშიც დეგოლმაც გააკეთა not too much capitalism რო თქვა არა დეგოლმა ევროპამ უარი თქვა ექსტრემალურ კაპიტალიზმზე დასაწყისიდან როცა ომის გაპარტახებული იყო გერმანიაც და საფრანგეთიც არა მაგათმა აიჩეს სოციალ-დემოკრატიული მოდელი. ნელა ბოლოსკენ უნდა წავიდეთ ჩვენ გასცემს მე გადაცემაში ერთხელ ხო იცი რას ვითხოვ ხოლმე გიორგი მგეიცი რომ ერთხელ რაღაც ჩემს ვიტყვი ისე რომ კითხვას არ დავსვავ თქო რა და ეხლა რაზე ვფიქრობდი იცი რომ რაღაც თქვენ რო საუბრობდით თავში ვაჯამებდი ჩვენ დღევანდელ გადაცემას და ვეცადე წარმომედგინა რას ფიქრობს მაყურებელი რომელიც ზის და ეხა ყველაფერზე გვისმენს და მე გამიჩნდა აი დავსვავ რიტორიკულ შეკითხვას თუ გინდა უპასუხეთ თუნდაც კიდე არათი მაინტერესებს მე ფიქრობ რომ ბევრ ნაწილად იყოფა ეხა ზოგადად აუდიტორია არასწორი იქნება ორ ნაწილად გაყოფა მაგრამ ორ ძირითად ნაწილად გავყოფდი რა ერთი ნაწილი ფიქრობს რომ ესენი რა კარგი ბიჭები არიან როგორი გამართულ მორალზე საუბრობენ და რახან ამაზე საუბრობენ ესე იგი ესეთი მორალი მოსწონთ აქვთ კიდევაც და მოგეთ რა კარგი ხალხიაო რა ეს სამიო და დანარჩენისთვის მეორე ნაწილისთვის ჩვენ ვართ სამი შეიძლება შერეკილი რომელიც ზის და ლაპარაკობს რაღაც მორალზე რომელიც არის რაღაც utopia ან უარეს შემთხვევაში ამას იმიტომ ლაპარაკობთ მათი აზრით, რომ ასე უფრო კარგად გამოჩნდებით, მაგრამ საქმეზე რომ მიდგება, როგორც დაუწერიათ ჩვენთვის არაერთხელ კომენტარებში, თქვენს რომ იმადგინზე მოხდეთ, თქვენს არანაკლებს ჩაიდებთ ჯიბეში. და აი ხა მე მაინტერესებს რომ ეგეგრე არ არის. აი ამ საზოგადოების აი მაგის მუღამით დამჭა ცხოვრებაში. აი ამ საზოგადოების არ არის, ეგ დავამტკიცე. და აი ამ საზოგადოების ნაწილებს შორის რომელიც ძალიან მოკლედ დავახასიათე და ხა მე უხეშად. ნეტა ქართულ საზოგადოებაში რომელი ტიპები უფრო ჭარბობენ? გაჩუმებულები ალბათ. არა, აი ესეთი, რომლებიც ფიქრობენ რომ კომენტარს ბევრი არ დაწერს. ის ტროლები დაწერენ ახედანაც და იქიდანაც. ძირითადად ტროლები აქტიურობენ. აი ხალხი რას უფრო მეტი რას იფიქრებს, რომ ჩვენ რომ აი სწორი მორალური ღერძი გვაქვს და სწორი რაღაცები ვილაპარაკეთ, თუ იმას იფიქრებენ რომ ესენის ან გიჟები არიან, რა სამი ის გამოვიდა, სამი სიმრავლე. ესენი გიჟები არიან და დონკიხოტები. ან ესენი უფრო ჩათლახები არიან, რომ ვითომ მორალური ხალხია, მაგრამ სინამდვილეში ეხა ესენიც. ეხა უფასო ფულს უჯერებდნენ და ეგ დაიჯერეს. ხშირად ბრელფერებში იმიტომ ხედავ მომავალს ხო რომ ის ორი მგონია მე უმრავლესობაში სამწუხაროდ დღეს ჩვენ ქვეყანაში რომელიც იფიქრებს რომ ესენი ეგრე არის. მე გეტყვი მითხრა ჩემანამ რომ გერმანიაში ხტიფს რომ ხო ისეთი დავარცხნილი ქვეყანა ატყობ რომ აი საერთოდ თავის თავადად რაღაცეები ხდება წესრიგად. აი მიდიხარ და წესრიგი მოყვება ყველგან რა ესე იფუჭკნება რა და მეთქი რაღაც ლაპარაკობთ რომ აი რაღაც სხვანაირი საზოგადოება და აი იქაც სისტემა, იქ არის სწორი სისტემა. ამ სწორი სისტემაში მე ეგეთი ადამიანები შეიძლება ვინც აი ცოტა დაწებლური იმითი არიან რა, გონებით რომ დატაცება და აი მოდი მე ბევრს ვიშოვი და უნიტაზზე ბრილიანტს გადავაკრავ და ეგეთი ტიპები. ან ვისაც არ ჯერა ესეთი ადამიანების მართლა არსებობის, ხო? ამ კანონებში და რაღაცა სისტემაში ესე ვთქვათ რაღაცა ჯდებიან, სხვა გზა არ აქვს და სწორად ცხოვრობენ ისინიც და უკვე შენ საზოგადოებაში აღარ გიქმნიან მაგ პრობლემას რომ შეიძლება კი გარემო ინდივიდზე ხარ რა თუნდა მაგაზე არაერთი ფილოსოფიურიც სოციოლოგიური კვლევაც არსებობს როგორც ზემოქმედებს ხა გარემო და უმრავლესობა ინდივიდზე ან აიძულებს იმისკენ რომ კანონმორჩილიც იყოს შენ ტერიტორიაზე არ შემოიჭრას და არ დაგაშალოს და ზიანი არ მოგაყენოს და ხო და მოკეთ აღარ მინდა ახალი კითხვის დასვა მაგრამ ერთი პრობლემა კიდე ეგ არის რა ნეგატიურ ნოტაზე გამომდის დასრულება მაგრამ კიდე ეგ არის რომ აი ესეთი შედარებით ჩემი შეხედულებით შედარებით სწორი მორალური ფასეულობების მქონე ადამიანებიდან ბევრი წავიდა მათ შორის ეგეთ ქვეყნებში საქართველოსთან და ეს უმრავლესობა ნელ-ნელა ნაკლებ უმრავლესობად ხდება არ ვიტყოდი რომ მაინც უმცირესობა ვართ მაგრამ ეს უმრავლესობა ბოლო პერიოდში შესუსტდა მაგრამ ერთი რაც ჩემთვის ძალიან თვალსაჩინოა აი რო წამოყვე 90-იანებიდან ეხლა რაც ჯერეთი რომ გავიზარდე და მახსოვს რაღაცეები და ისე რომ დავიწყე ფიქრი რომ რაღაცეებზე და აქამდე აი თუ ხედავ კარგ ადამიანს ესე რომ ავიღოთ კეთილ ადამიანს ხო? აი თუ სხვადასხვა თაობას ავიღებთ, ახალ თაობაში ვინც მხვდებიან ეხლა, აი ესეთი განცდა მაქვს რომ ბევრად გულწრფელი სიკეთე არის მაგათში და რაღაცა, იმიტომ რომ კაი შეიძლება შეიძლება კაი ტიპი რომ გამოჩნდეს, იმიტომ კი არ არის
იმიტომ კი არ იქცევა კარგად. აი რაღაცნაირად თავისით მოდის და თან ისეთი დოზით მოდის ეგ. აი პატარა თაობაში არ ჩემზე პატარებსაც გულისხმობ, რავი 10 წლით და 15 წლით და 20 წლითაც რა. რომ ეგენი ალბათ სადღაც არ არსებობს ეს ერთეულები იყვნენ რა. რაღაცა მე უკვე ეგ მაძლევს. შევაჯამოთ, ესე იგი. ახალი თაობის იმედი გვაქვს, ჩვენ თაობას ჰაი და ჰა შანსი აქვს თქვენი თაობა ჩამოვწერეთ. ჩვენ თავს დაენძრა. არც ისე, იმიტომ რომ ისეთი გამოცდილება და ისეთი რაღაცეების ისეთი მეხსიერება რაღაცეების. აი ხანა დამეთანხმება თუ არა, მაგრამ მე მგონი დაგვენძრა. თქვენ თაობაში ისეთი მეხსიერება რაღაცეების, აი ხა რასაც ვაპარაკობთ ხომ, აი თუნდაც ამბათ და რაღაცა ლეგენდაც მოყოლებს, თუნდაც რომ რაღაც აი ქსოვილს აშენებს რა, რომლიდანაც შენ შეიძლება აქაც რაღაცა გადაბხედო, რა მოგწონდა, რა არ მოგწონდა და მე წინ წახვიდე. მარტო გარშემო იმდენი ჩათლახობის ისტორიები აქვს, ნანახი იმ პერიოდში ხალხს რო უყურებდით. მაგის გვეცხოვროს რომ წინ გადაგვედგას ნაბიჯი როგორც საზოგადოებას და სახელმწიფოს და რესპუბლიკას რა. გაიხარეთ, ჩემო ბატონო. მომავალ შეხვედრამდე. მომავალ შეხვედრამდე.